პაციენტი დასავლეთ საქართველოდან თბილისში უნდა გადმოიყვანოთ ელემენტარული პათოლოგიის გამო, რომელსაც ზუსტად ინტერნი რეზიდენტი აკეთებს ჩვენთან, ხო? See one, do one, teach one. No, ეს პრინციპი არის განუწყვეტელი სწავლების და შრომის ისწავლე რაღაცა უნდა მე გადასცეს სხვას სავალდებულო. ძირითადად ჯანდაცვის პირველი რგოლი, ანუ ოჯახის ექიმი არის ბიუროკრატიული კარიბჭე, რომ მოხდეს სპეციალისტთან და აგინაზღაურდეს რაღაცა კერძო დაზღვევით ან სახელმწიფო დაზღვევით ან ასე შემდეგ. ითაურ ზოგადად ექიმს ან ოჯახის ექიმს შეუძლია ელემენტარული გინეკოლოგიური манипуляციების ჩატარება, მაგალითად წოდებული კონტრაცეპტული სპირალს დგამს ზოგადი ექიმი, ოჯახის ექიმი PAP ტესტს იღებს ოჯახის ექიმი, ზოგადი ექიმი კონტრაცეფციას უნიშნავს ის და ასე შემდეგ. ექიმმა უნდა იცოდეს ასევე, როგორ უნდა გაეცნოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, როგორ უნდა განასხვაოს მაღალი ხარისხის მტკიცებულება, დაბალი ხარისხის მტკიცებულისგან ან კვლევისგან, უნდა იცოდეს წერა კითხვა, ასე ვთქვათ, აკადემიურ დონეზე. 2007 წლიდან საფრანგეთში დაინერგა რუტინული იმუნიზაცია ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ. დღეს საშუალო ყელის კიბო პრაქტიკულად გაქრა, აქ დღემდე მესმის ყელის ეროზია. ასეთი ცნება მედიცინაში არ არსებობს. ეს არის ლორწოვანის გამოსვლა, მოგეხსენებათ, რაც თქვია, ნავშობიარო ქალებში, რაც თქვია, ექტროპიონი, ლორწოვანი არის გამოსული. დასავლეთის სამყაროში ძალიან გავრცელებულია ჰორმონალური კონტრაცეფცია. რისკები არის მინიმალური, მაგრამ ისევ და ისევ ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ საქართველოს გაეროს ასოციაციის პოდკასტების სერია ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. ეს პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და FabLab-თან თანამშრომლობით. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო, მრავალმხრივად საინტერესო სტუმრით ბრუნდებით და გვაქვს პატივი უმასპინძლოთ მე ან გინეკოლოგს, ქირურგს, პროფესორს რევაზ ბოჭორიშვილს. დიდი მადლობა ბატონო რეზო, რომ გამონახეთ დრო, ვიცი რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ, დროებით ხართ საქართველოში და განსაკუთრებული მადლობა რომ გვითმობთ დროს. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კეთილი. პირველი კითხვა მინდა დავსვა განათლების შესახებ, იმიტომ რომ განათლებით იწყება ყველაფერი, თუმცა შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს და მსმენელს გაუჩნდეს შეკითხვა, რატო ვიწყებ ექიმთან განათლებით საუბარს, განათლებაზე შეკითხვით და მცირე შესავალს გავაკეთებ. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ამ ექიმის სახელის და გვარის შესახებ. მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა გერმანიაში ესეთი ექიმი დღეს რომელიც ლაპარასკოპიის მამად არის წოდებული კურტ სემი, რომელიც იყო გინეკოლოგი, იყო დაინტერესებული ლაპარასკოპიული მეთოდით და პრინციპში მან დახვეწა ეს ლაპარასკოპიული მეთოდი და 1991 წელს იყო პირველი ადამიანი, ვინც აპენდექტომიას სწორედ ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაატარა. მაყურებლისთვის რომ აუხსნათ, ეს ლაპარასკოპიული მეთოდი არის ნაწილი მინიმალურად ინვაზიური ქირურგიისა, რომელსაც ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს იმ კონვენციურ მიდგომასთან შედარებით, რომელიც ღია წესით ოპერაციის ჩატარებას გულისხმობს, მათ შორის პოსტოპერაციული გართულებებით, როგორც არის სისხლდენის მაღალი რისკი, ინფექციების რისკი, ტკივილის გახანგრძლივება, ჰოსპიტალში დაყოვნების დრო და ასე შემდეგ. და ეს იყო ფაქტობრივად რევოლუციური ნაბიჯი ენდოსკოპიურ ქირურგიაში, თუმცა ამ მიდგომებმა ფართო ასპარეზი ჰპოვა საფრანგეთში 80-იანი წლების შუაში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკაში მეტწილად მორის ბრუჰამ და მისმა გუნდმა ფაქტობრივად დახვეწეს ეს ლაპარასკოპიული ქირურგიის მეთოდები, მინიმალურად ინვაზიური ქირურგიის მეთოდები და ეს საუნივერსიტეტო კლინიკა ცენტრი იქცა მექად, ჰაბად, რა შეიძლება დაუძახოთ ამ მოწინავე ლაპარასკოპიული ქირურგიის მეთოდების გამოყენებისა და ზუსტად ამ პერიოდში ცოტა მოგვიანებით 93 წელს თქვენ მიდიხართ სასწავლებლად ამ საუნივერსიტეტო კლინიკაში, გიწევენ იქ, გთავაზობენ რომ დარჩეთ, იმუშაოთ მათთან ერთად და უკვე 32 წელია მუშაობთ ამ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე ხართ პრეზიდენტი ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ცენტრის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
სასწავლო ცენტრი, სადაც ექიმებს, არა სტუდენტებს და ასე შემდეგ, არამედ ექიმებსაც შეუძლიათ რომ დახვეწონ თავიანთი უნარები, განიმტკიცონ, დაეუფლონ ახალ მეთოდებს ლაპარასკოპიული ქირურგიისა და სწორედ ამას უდგახართ თქვენ სათავეში. აი ხა მოუბრუნდი ჩემ კითხვასთან განათლების. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 30 წელზე მეტია უკვე საქმიანობთ ამ კლინიკაში, არ წყვეტთ კავშირებს საქართველოსთან რეგულარულად ჩამოდიხართ საქართველოში, გაქვთ მასტერკლასები, საჩვენებელი ოპერაციები ქართველი ექიმებისთვის, ხო, მრავალი ექიმი ესწრება პირდაპირ ლაივ რეჟიმშიც, საკონფერენციო რეჟიმში გადაეცემა თქვენი ოპერაციები და სწორედ აი ამ კუთხით მაინტერესებს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ქვაქვაზე რომ არ იყო იმ პერიოდში, საქართველოში იმ პერიოდში შეძერით და დაიწყეთ მუშაობა კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ხართ პირდაპირ მოწმე განგრძობითად იმ კონტრასტის ჯანდაცვის თუ განათლების სისტემისა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და მათ შორის ამ განათლების და ჯანდაცვის სისტემების ევოლუციის. ბევრი ვილაპარაკე, ბოდიშ ვხდი აყურებელს და სველს, ეს მოსაწყენი გამოვიდა, მაგრამ აწი ესე აღარ გავაგრძელებ. პირველ რიგში აი ეს მაინტერესებს სამედიცინო განათლების შესახებ. Როგორი არის გზა სტუდენტობიდან ექიმობამდე საფრანგეთში და როგორია ეს საქართველოში, როგორ შეადარებით, ანუ რა ეტაპების დაძლევა თუ გავლა უწევს საფრანგეთში თუ მოსწავლიდან დაწყებული, ხო, სტუდენტს რომ გახდეს ექიმი და როგორ შეადარებდით ამ სისტემას, საქართველოში არსებულ სისტემას? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ნუ უკვე ძალიან ბევრი თქვით ჩვენს ცენტრზე. და ნუ მართლა ჩემი ნუ შეიძლება ვთქვა საქმიანობის დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ სწავლებას ენდოსკოპიის, ლაპარასკოპიის სწავლებას კლინიკურ საქმიანობასთან ერთად. დაახლოებით ნახევარი დრო ამ ჩემი საქმიანობის არის სწავლება და ზოგადად ეს საკითხები მაინტერესებს სწავლების და ცხადია ბუნებრივად საქართველოში მდგომარეობა ამ მხრივ გარკვეულად მადარდებს, მე თუ მეტეს მართლა შემიძლია შევადარო. რის თქმა მინდა თავიდან, რომ სამედიცინო განათლება ალბათ არის მაინც ცოტა განსხვავებული იმ განათლების სქემებისგან, რაც გვაქვს თქვა სხვა სფეროში, ხო? არის ძირითადად თეორიული განათლება, თქვათ ფიზიკა, ცხადია არაფერს არ ვაკნინებ, ქიმია, არქიტექტურა, ხელოვნება და ასე შემდეგ. და გარკვეული სტანდარტული ხანგრძლივობა არის სწავლების და როგორც წესი ეს მეტნაკლებად საკმარისია. სამედიცინო განათლება არის ძალიან გაჭიმული დროში. ძალიან გაჭიმული დროში და ეს თავის მხრივ ქმნის იმ დეფიციტს, რაც დღეს არის და ერთ-ერთი ახსნა ექიმების ნაკლებობის არის ის, რომ უკვე ახალგაზრდებს აღარ უნდა თქვათ 12, 13, 14, 15 წელი ისწავლონ და რეალურად ექიმი, რომელსაც შეუძლია უკვე რეალურად დაიწყოს თავის საქმიანობა, სადღაც 15 წელი სჭირდება მის მომზადებას. შეერთებულ შტატებში არის ასე 15 წელი, ევროპაში ოდნავ ნაკლები, მაგრამ ასე გამოდის. მაგალითად, საფრანგეთის სისტემა, რომელიც ძალიან, მსგავსი არის ევროპული ქვეყნების სისტემისა, არის 3 ციკლიანი. პირველი ციკლი არის 3 წელი, როდესაც სწავლობენ ზოგად დისციპლინებს, ფუნდამენტური, რასაც ქვია, ბიოლოგიურ და ზოგადს. შემდეგი 3 წელი არის უკვე კლინიკური საგნები და შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ზუსტად ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მადარდებს. შემდეგ იწყება რეზიდენტურა, რასაც ეძახიან საფრანგეთში ინტერნატურა. და ეს არის ამ ინტერნატურაში მოხვედრა ხდება ეგრეთ წოდებული ნაციონალური გამოცდა ერთ დღეს ტარდება ყოველთვის ერთნაირი ძალიან ესე მძიმე გამოცდა რომელსაც წლობით ემზადებიან სადღაც მე-4 მე-5 კურსიდან იწყებენ ამისთვის მზადებას და ეს არის უკვე სპეციალობის შერჩევის საშუალება როდესაც უკვე სპეციალიზაცია ხდება 5 წლის განმავლობაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რატომ მაქვს ამაზე აქცენტი ამ 5 წლის განმავლობაში რეზიდენტი, ანუ ინტერნი ფრანგული გაგებით არის ექიმი, ჩვეულებრივი ექიმი, რომელიც აკეთებს ძალიან ბევრ რამეს და უბრალოდ პასუხისმგებლობა აქვს მასზე უფროს, იმიტომ რომ ინტერნს ჯერ სახელმწიფო დიპლომი არ აქვს, მაგრამ მთელი ჯანდაცვის სისტემის, ასე ვთქვათ, ბურჯი არის ეს ინტერნი. წარმოუდგენელი არის ინტერნის გარეშე, ზოგჯერ არის ხოლმე ერთი ინტერნი აკლიათ რაღაც გათვლებში და ასე შემდეგ. შეიძლება საერთოდ
სისტემა ჩამოიშალოს, ვინაიდან ესენი აკეთებენ ყველაფერს, ესენი გვეხმარებიან საოპერაციოში, მიღებაზე და ასე შემდეგ. ანუ ინტერნის აი ეს როლი ამ სწავლების სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს სამწუხაროდ პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოში, რასაც მე ვუყურებ, თუმცა არის მეტნაკლებად, მაგალითად ანესთეზიოლოგიაში მეჩვენება, რომ მეტნაკლებად რაღაც მსგავსი როლი აქვს დანარჩენ მუშაობასთან შეჭიდული სწავლება. აი ზუსტად ეს არის მუშაობასთან შეჭიდული სწავლება, ვინაიდან როგორც თქვი, აი სწავლება შეუძლებელია მარტო თეორიული სწავლება, მედიცინის არის პრაქტიკული სწავლება და თან უკვე რაღაც გარკვეული ელემენტები პასუხისმგებლობის და ჩვენი მაგალითად უფროსების როლი, სავალდებულო როლი, ფუნქცია საუნივერსიტეტო კლინიკაში არის სწავლება რეზიდენტების თუ გვაქვს რაღაც ოპერაციები ძალიან რთული ვაკეთებ ჩვენ, მაგრამ ვალდებულება არის, რომ რეზიდენტებს გავაკეთებთ, რას ნიშნავს გაკეთება? ვეხმარებით, რომ დახმარება არის სწავლების პროცესი, ხო, კომპანიონაჟი, რასაც ქვია და აი ესე თანდათანობით უკვე მე ინტერნი, რომელიც ჩაერთვება უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში, იმაზე პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს და ვიცით, რომ იმან რა ისწავლა, როგორ ისწავლა, რანაირად ისწავლა და გარდა ამისა, ამ ინტერნატურის შემდეგაც არ თავდება, კიდე სავალდებულო არის 2 წელი, რაც საფრანგეთში ასისტენტის პოსტს ეძახიან, ანუ საბოლოო ჯამში რო დაეთვალოთ, სადღაც საშუალოდ 10-12 წელი გამოდის სწავლება. სხვანაირად მედიცინის სწავლება შეუძლებელია და ალბათ მედიცინას კი ისეთი სპეციალობა, სადაც მუდმივად არის საჭირო განახლება ცოდნის, ვინაიდან ძალიან სწრაფად ხდება ამ ცოდნის იკარგება ფასეულობა, ვინაიდან ახალი აღმოჩენებია, ახალი პრეპარატებია, ახალი მეთოდებია და ცოტა კიდე სხვა კუთხიდან შეიძლება შევხედო, ალბათ ეს ასაკთან ერთად მოვიდა, უფრო მაინტერესებს აქეთ მხარეს უკვე, როდესაც სადღაც ბოლოსკენ გადიხარ და რაღაც სტატიებს ვკითხულობ, სადაც აშკარად წერია, რომ ახალგაზრდები უკეთესად მუშაობენ, ექიმებს გულისხმობ, რა მხრივ, რომ დასრულ ექიმებს შეიძლება აქვთ გამოცდილება, მაგრამ უფრო დახურულები არიან ამ ახალი მეთოდიკისთვის. ახალგაზრდამ ბევრად უკეთესად იცის ახალი მეთოდიკა, ვიდრე ვთქვათ რაღაც 65 წელს გადაცელებულმა ექიმმა და რაღაც ზღვარზე უნდა გაჩერდე, იმიტომ რომ უბრალოდ ფსიქოლოგიური რაღაც ბარიერებია, ფიზიკური, როდესაც აი ამ ახალს აღარ ღებულობს შენი ტვინი ისე და სწორედ აი ესე იგი სწავლება გრძელდება პრაქტიკულად, აი სადღაც პენსიამდე შეიძლება ითქვას და მე ვთვლი რომ ეს ძალიან კარგია, ვინაიდან მედიცინა საბედნიეროდ ვითარდება, მით უმეტეს ლაპარასკოპია ყველა სფერო ვითარდება, მაგრამ ლაპარასკოპია ტექნოლოგიური სფეროა, სადაც წარმოუდგენლად განვითარდა ტექნოლოგიები. მაგალითად, ნუ ელემენტარულად ყველა მიცის, რომ ლაპარასკოპია ეს არის კამერების გამოყენება, მაგრამ დღეს კამერები თავისთავად არის 4K, 3D და ასე შემდეგ, მაგრამ გარდა ამისა არის უკვე ვირტუალურად ემატება ელემენტები, ქართულად არის როგორ არის augmented reality, როდესაც პირდაპირ ეკრანზე რეალურ სურათს, რომელსაც ხედავ, ედება ის სურათი, რომელიც არის შექმნილი, ვთქვათ, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის სურათის მიხედვით ედება რეალურ დროში იმ სურათს. გარდა ამისა, ძალიან ვითარდება ფლუორესცენციის მეთოდები, შეიძლება ორგანო გამოიყოს ფლუორესცენციით, ძალიან ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს სტრუქტურა. ძალიან ვითარდება ეს ხელოვნური ინტელექტი იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად არის ასეთ სისტემა go no go, რომ რაღაცას რომ მივახლოვდები, რომ არ დააზიანო, ხდება ეს სამწუხაროდ, ადამიანები ვართ და ეს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე პროგრამა გააჩერებს ხელს, გააჩერებს იარაღს, რომ ავტომატურად რომ რაღაც არ დაზიანდეს. ანუ ეს ტექნოლოგიები ვითარდება შესაბამისად, ამას უნდა მიყვე და ამიტომ სამედიცინო სწავლება ეს არის სრულიად უწყვეტი პროცესი. რობოტული ქირურგიაც ხომ? რობოტული ქირურგია ვითარდება, უბრალოდ რობოტულ ქირურგიაზე ძალიან ბევრი ცოტა არასწორი წარმოდგენები არის დღევანდელი მდგომარეობით რობოტული ქირურგია ეს არის ტელემანიპულაცია. ყველა ვარიანტში ადამიანი აკეთებს, უბრალოდ ინტერფეისი არის ტექნოლოგიური, რომელიც აუმჯობესებს მაგალითად მოძრაობებს, თუნდაც მაგალითად ხელის კანკალი აღარ არსებობს. ბევრი რაღაც ესე ფილტრაცია ხდება, გაუმჯობესება რაც თავარია მოძრაობების ეგრეთ წოდებული
თავისუფლების ხარისხი, მოძრაობა, რობოტს უკეთესი აქვს, გამოსახულება უკეთესი აქვს, ხელოვნური ინტელექტით გამოდის ახლა ბოლო სისტემები, ფლუორესცენცით, ანუ გაუმჯობესებული ხედვა და როდესაც კარგად ხედავ, უკეთესად აკეთებ ოპერაციებს, მაგრამ ყველა ვარიანტში მაინც ეს არის რაღაც ინტერფეისი, ადამიანი არის მაინც წამყვანი. და ცხადია ეს ვითარდება, მაგრამ აქ რობოტებზე როდესაც არის ლაპარაკი, უბრალოდ რობოტ ასისტირებულ ქირურგიაზე, აქ ალბათ ჩემთვის პირადად არის რაღაც ეთიკურ ეკონომიური საკითხები. დღეს არც ერთი რობოტ ასისტირებული ოპერაცია უკეთესი არ არის იმაზე, რასაც ვაკეთებ თქვათ ლაპარასკოპიულად. კი, გახსნით თუ შეადარებ არის კვლევები, გახსნით თქვათ ლაპაროტომიით გახსნით გაკეთებულ ოპერაციებზე უკეთესია, მაგრამ თუ შეადარებ ლაპაროსკოპიას, იგივე შედეგებია, მაგრამ ღირს ბევრად ძვირი. თქვათ ეს განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ ეს ფუფუნება ჰქონდეთ. განსაკუთრებულად შეერთებულ შტატებში პრაქტიკულად რობოტის გარეშე არ არსებობს განყოფილება. ევროპაშიც უკვე რამოდენიმე წელია შემოვიდა და პრაქტიკულად ყველგან არის რობოტი. ჩვენთანაც არის რამოდენიმე და ასე შემდეგ. მაგრამ მე ყოველთვის აი როგორც ეხლა ვახსენეთ, ვადარებ ბევრ რამეს საქართველოს სიტუაცია. საქართველოს სიტუაციაში დღეს არანაირი გამართლება რობოტოქირურგიას არ აქვს. როდესაც შემიძლია კონკრეტული მაგალითი დაგისახელოთ, რამოდენიმე დღის წინ, აი რომ ბრძანეთ რომ მუშაობდით, მართლა მუშაობ, რამოდენიმე დღის წინ დაურეკეს ჩემ კოლეგას, სადღაც დასავლეთ საქართველოსდან პაციენტი დასავლეთ საქართველოსდან თბილისში უნდა გადმოიყვანოთ ელემენტარული პათოლოგიის გამო, რომელსაც ზუსტად ინტერნი რეზიდენტი აკეთებს ჩვენთან, ხო? და ამ ხელაგზის გატარება, ღამე ესე იგი წარმოუდგენელი რამეა და ამის ფონზე ვთქვათ რობოტოქირურგიის დაყენება, როდესაც ელემენტარული დახმარება გარანტირებული არ არის ქვეყნის რაღაც ერთ კონკრეტულ ადგილას, თან განსაკუთრებული კი არა ელემენტარულ პათოლოგიაზე იყო ლაპარაკი, რომ თბილისში უნდა გადმოიყვანოთ. ამიტომ ასე მარტივად არ არის, ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ სამწუხაროდ მედიცინის სპეციფიკა ის არის, რომ მედიცინა ყოველთვის ძალიან მიბმულია და მჭიდრო ბმაშია საზოგადოების პოლიტიკური წყობის და სოციალური და ბევრ ელემენტებთან. თუ ეს საზოგადოება არ განვითარდა, მედიცინის განვითარება მარტო შეუძლებელია. ხო, პრინციპში დღეს აქვს კიდევაც ძალიან ბევრ კლინიკას იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიტანოს მაღალტექნოლოგიური აპარატურა, თუმცა იმის გამომყენებელი თუ არავინ იქნა და სამწუხაროდ ეს არის. კი, დღეს ხელმისაწვდომია, მე ხლა საბჭოთა კავშირში გავიზარდე, როდესაც ელემენტარული რაღაცები არ ქონდა და მართლა ძალიან გაჭირვება იყო ტექნოლოგიური. დღეს ტექნოლოგიური გაჭირვება არ არის. დღეს აი სწორედ განათლების პრობლემა არის, რომ სამწუხაროდ ზოგჯერ ყიდულობენ აპარატურას, მაგრამ იმის ხმარება, მაქსიმალურად გამოყენება არ იციან. ბევრ დიაგნოსტიკურ მეთოდებზე დღეს შესანიშნავი დიაგნოსტიკური მეთოდებია, მაგრამ დღემდე ამის ინტერპრეტაციას აკეთებს სპეციალისტი, რომელსაც ცოდნა უნდა. და ამ ხრივ მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება რენტგენოლოგიაში, უკვე არის სფეროები, სადაც ხელოვნური ინტელექტი სვამს ელემენტარულ დიაგნოზებს, მოტეხილობის და ასე შემდეგ. ასე რომ კი, განათლება, ჯანდაცვის განათლება ძალიან საინტერესო სფეროა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ალბათ რამოდენიმე წელიწადში საერთოდ სხვა სურათი გვექნება. და თქვენ როგორც ახსენეთ, საქართველოში ამოყირავებული არის ეს სისტემა. ფაქტობრივად რეზიდენტები, ანუ ეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კურსის რეზიდენტები, თავის არის ეს ერთიანი გამოცდა ჩვენთან, რომელიც ასევე გამრუდებული სისტემა არის, პრინციპში უმრავლესობა შეკითხვებისა, რომელიც უვარდებათ, ასე ვთქვათ, რომელსაც ხედავენ ეს მომავალი რეზიდენტები არის დაზუთხული წინასწარ, როგორც აი მართვის მოწმობის გამოცდას როგორც აბარებდნენ, ასე ფაქტობრივად შეიძლება არასამედიცინო მუშაკს და მედიცინის მუშაკს ერთი და იგივე შანსი ჰქონდათ გააჩნია ვინ უფრო უკეთ იზეპირებს, ასე ვთქვათ, ტესტებს და შემდეგ თვითდინებაზე არიან მიშვებული ეს რეზიდენტები, ფაქტობრივად მათ პირად ინიციატივაზე არის დამოკიდებული, ისინი შეძლებენ თუ არა დაეუფლონ კარგად, ნუ ქირურგიის შემთხვევაში ხო ყველაზე მეტად უნდა იყოს შეჭიდული სწავლება და მუშაობა, ხო? ანუ აქ გამოცდილებას პრაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ისევ და ისევ საქართველოში თან ეს კიდევ ერთი მეტყველი ფაქტი ამ გამრუდებული სისტემის არის, რომ რეზიდენტებს
თუ თქვენ ბრძანეთ რომ მუშაობენ ხო რაღაც სულ განაკვეთზე მუშაობას გულისხმობს და კიდე მეტი ამაზე, იმიტომ რომ მორიგეობები და ასე შემდეგ ანაზღაურებასაც კი იღებენ უკვე და აქ პირიქით ხდება, აქეთ იხდიან სტუდენტები იმაში რომ ჩააბარონ. თქვენ აი ჩემი შემდეგი შეკითხვა ისევ განათლების სისტემის დონეზე რომ დავrчეთ. ამის აი პირველი ეტაპი ან პირველი ნაბიჯი რა სად შეიძლება იყოს, აი რა შეიძლება იყოს ეს პირველი ნაბიჯი, რაც იქნება აი ფუნდამენტის ჩაყრის რაღაცა საწყისი ეტაპი, ხო? აი რაზე შეიძლება ჩვენ დავაშენოთ სამომავლოდ უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, რომლის ბურჯი, როგორც თქვენ ბრძანეთ, არიან ეს ინტერნები, რეზიდენტები. საერთოდ როგორც თუნდაც ზოგადად მედიცინას რო დავუბრუნდეთ, რაღაც მკურნალობა რო იპოვო, ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას სწორად, ხო? თუ დიაგნოზი არ არის დასმული, იქ შეუძლებელია და დამალულია დიაგნოზი, შეუძლებელია იქ ხო სწორი მკურნალობის ჩატარება, ამიტომ უნდა ეს აღიარებულ იქნას როგორც პრობლემა. სამწუხაროდ ეს არ არის აღიარებული როგორც პრობლემა, რომ რეზიდენტებს ყურადღებას არ აქცევენ და რეზიდენტურის გაგება საერთოდ აბსოლუტურად სხვა არის, აი რო ვახსენეთ ამერიკა, შეერთებული შტატები, საერთოდ პრინციპი რეზიდენტურის ჩამოყალიბებული იქნა შესანიშნავი ქირურგი იყო ასეთი უილიამ ჰალსტედი, ზოგადი ქირურგი, ერთ-ერთი დამაარსებელი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და გინეკოლოგი იყო და მისი პრინციპი დღემდე გამოიყენება see one, do one, teach one. ეს პრინციპი არის განუწყვეტელი სწავლების და შრომის ისწავლე რაღაცა უნდა მე გადასცეს სხვას სავალდებულოდ. ამიტომ თუ გვინდა რაღაცა შეიცვალოს, სამწუხაროდ თვითონ ჯანდაცვის სისტემაა შესაძლებელი, ვინაიდან ძალიან კარგად მესმის კერძო მედიცინის თხადია წინააღმდეგი არა ვარ და პირიქით, მაგრამ კერძო მედიცინაში სამწუხაროდ აი რეზიდენტების, ინტერნების ადგილი ნაკლებად არის, ვინაიდან იქ ცოტა სხვა პრიორიტეტებია და ვთქვათ, იქ დაუთმო დრო სწავლებას და იმის გაზრდას, ალბათ ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან იქ სხვა რაღაცები წნეხი არის ეკონომიური. ამიტომ პირველი მე მაინც მგონია ძალიან შეიძლება ისე რაღაც რეტროგრადულად ჩანს, მაგრამ სავალდებულოდ უნდა იყოს საუნივერსიტეტო სახელმწიფო კლინიკა, სადაც იქნება დაფინანსება სწავლების გათვალისწინებით და ცხადია რეზიდენტს ხელფასი ექნება და ასე შემდეგ. ანუ რაღაც უნდა იყოს ასეთი ადგილი, სადაც ძირითადად აქცენტი იქნება სწორედ ამ სწავლებაზე და სადაც გადაცემა გამოცდილების გადაცემა და ჩართვა ამ სამკურნალო პროცესში რეზიდენტის არ შეაფერხებს, თქვათ, იქ ვინც მუშაობს, იქ უფროს ექიმს. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა დღეს. ასეთ სტრუქტურას ვერ ვხედავ მე, ვინაიდან კერძო სისტემაში ძალიან ძნელი იქნება, რომ რეზიდენტებს მიეცათ ისეთივე როლი და დაფასება, როგორც არის დასავლურ სისტემაში. სამწუხაროდ ესაა. ცხადია და ამ გამრუდებული სისტემის ერთ-ერთი ნაყოფი ისიც არის, რომ აი თვითონ ჯანდაცვის სისტემაზე რო გადავიდეთ უკვე, როდესაც რეზიდენტურასაც რო ამთავრებს მედმუშაკი, დღევანდელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა განსხვავებით დასავლური ევროპის ქვეყნებისგან და სხვა ქვეყნებისგან, სადაც მყარი სისტემები არსებობს ჯანდაცვის, ქართული ჯანდაცვის სისტემა მაინც დამოკიდებული არის დგას კონკრეტული ექიმებზე, კონკრეტულ სპეციალისტებზე და ასეც ხდება ჩემ გარშემოც, მე ვინაიდან ამ სფეროში ვარ რაღაც აქტიურად ჩართული, ადამიანს რომ პრობლემა აქვს, სამედიცინო პრობლემა აქვს, ის ბრმად ვერ აკითხავს კლინიკას, იმიტომ რომ არ აქვს იმედი ჯანდაცვის პირველადი რგოლის, მაყურებლისთვის, მსმენელისთვის გასაგები რომ იყოს აქ არის საუბარი ძირითადად ოჯახის ექიმებზე. ცხადია, არიან გამონაკლისები, აქაც არ უნდა ვთქვათ, რომ რაღაცა ერთგვაროვანი არის ხო სისტემა, მაგრამ ძირითადად ჯანდაცვის პირველადი რგოლი, ანუ ოჯახის ექიმი არის ბიუროკრატიული კარიბჭერო, მოხდეს სპეციალისტთან და აგინაზღაურდეს რაღაცა კერძო დაზღვევით ან სახელმწიფო დაზღვევით ან ასე შემდეგ. ანუ ნდობა ჯანდაცვის პირველადი რგოლის მიმართ სამართლიანადაც პრინციპში არის დაბალი და ასე მომართავენ, რომ ესა და ეს პრობლემა აქვს ჩემს ახლობელს ან მე, და ვის მირჩევდი, ვისთან მივიდე. ანუ დგას ერთეულ სპეციალისტებზე, ანუ სამედიცინო სერვისის ხარისხი არის
არის მიბმული კომპეტენციაზე კონკრეტული პირის და იმ სამედიცინო დაწესებულების აღჭურვილობაზე თუ ასე შემდეგ, ხარისხზე, არის ჰეტეროგენული ანაერთგვაროვანი, ან მაგალითად თუ თბილისში კიდევ შესაძლებელია რომ რაღაც მოიძიო ასე ვთქვათ ასეთი ექიმი ვის მიმართაც ნდობა გექნება, ანუ რეგიონებში ბევრად უფრო ცუდი სიტუაციაა და ზუსტად ეს იმის გამოც რომ აი ეს განათლების პირველი წლები არის თვითდინებაზე მიშვებული, ფაქტობრივად ეს კლინიკური წლები, რაც თქვენ ბრძანეთ ფუნდამენტური საგნების დასწავლის შემდეგ, არსებობს კონტრაქტები საუნივერსიტეტო ეგრეთ წოდებულ საუნივერსიტეტო კლინიკებთან, მაგრამ მეც ეს გზა მაქვს გამოვლილი და პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ აქაც ექიმის კეთილნებაზე იყო, რამდენად ჩვენ პაციენტების გასინჯვის შესაძლებლობა გვექნებოდა თუ აქტიურად აი hands on practice, რასაც ქვია აქტიურად რაღაც манипуляციების, ანუ თვით ინიციატივაზე არის დამოკიდებული. როგორ არის ეს აი შემდეგ საფეხურზე რომ გადავინაცვლოთ, აი რაზე დგას განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა, როგორი არის ჯანდაცვის პირველადი რგოლის როლი და იმისთვის რომ ეფექტური იყოს ჯანდაცვის სისტემა, რა აუცილებელი პირობებია ამისთვის დასაკმაყოფილებელი. აი ზუსტად ეს არის რომ სისტემა არის აბსოლუტურად სხვანაირი სისტემა, აი პირველადი რგოლი არის მთავარი წამყვანი რგოლი არის პირველადი რგოლი ერთობლივ რასაც ვეძახით ოჯახის ექიმი ან ზოგადი ექიმი მაგალითად ზოგჯერ აქ უკვირთ რომ იქაურ ზოგადს ექიმს ან ოჯახის ექიმს შეუძლია ელემენტარული გინეკოლოგიური манипуляციების ჩატარება მაგალითად ეგრეთ წოდებული კონტრაცეპტული სპირალს დგამს ზოგადი ექიმი ოჯახის ექიმი PAP ტესტს იღებს ოჯახის ექიმი ზოგადი ექიმი კონტრაცეფციას უნიშნავს ის და ასე შემდეგ ანუ იფილტრება ზუსტად საუნივერსიტეტო კლინიკები აი ვთქვათ რაღაც რუტინული სამუშაოსგან თუმცა იქაც არის მაგრამ იფილტრება იქ ეს პირველად რგოლი აგზავნის მხოლოდ ისეთ პაციენტს რომელიც უკვე მის კომპეტენციას ცილდება და ვიმეორებ რომ გარკვეული კომპეტენცია აქვს გინეკოლოგიაში იგივე პედიატრია მაგალითად ზოგადი ექიმები ოჯახის ექიმი ერთ-ერთი სპეციალიზაცია არის პედიატრია და სწორედ აქედანაც მოდის ეცნება ოჯახის ექიმი რომ პატარიდან დაწყებული ახალშობილიდან დაწყებული უკვე მერე წინწასულ ასაკში იგივე სხვა პრობლემები, ჰიპერტენზია და ასე შემდეგ, ყველაფერს ეს ერთი ადამიანი უძღვება. ეს არის მთავარი რგოლი, ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ არის სპეციალიზირებული საუნივერსიტეტო კლინიკები და თუმცა არის ცხადია კერძო სისტემაც, მაგრამ მაინც ძირითადი არის საუნივერსიტეტო კლინიკა. ყოველ შემთხვევაში საფრანგეთში ასე არის, საუნივერსიტეტო კლინიკები არის უფრო პრესტიჟული თუ შეიძლება ითქვას, უფრო ნდობით არის მოსახლეობისთვის და როდესაც ვახსენეთ, თქვათ, მიმართვა პაციენტის მიმართვა, პაციენტი მიმართავს კლინიკას და მან იცის რომ ამ კლინიკას რომ მიმართა, იქ ექნება სრულფასოვანი დახმარება. ცხადია, იქაც არის რომ სახლზე მოდიან პაციენტები, მაგრამ ზოგადად მოდიან აი თვითონ კლინიკის სახლზე და არა ადამიანის სახლზე. აქ მნიშვნელობა ცხადია, ადამიანის სახლ სპეციალისტის, მაგრამ ზოგადად მოდიან კლინიკის სახლზე და პასუხისმგებლობაც ზოგადად არის კლინიკის. ბევრ რაღაც იგივე თუნდაც მედიკო-ლეგალურ პრობლემებს და შემდეგ არ არის დაუცველი იქ მომუშავე სპეციალისტი. ანუ ზოგადად სისტემა არის მთლიანობაში უფრო ძლიერი. შემდეგი სავალდებულო არის ქსელი, მაგალითად დღეს არის ესეთ სპეციალობები, როგორც არის ონკოლოგია, სადაც საჭირო არის ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია, ამიტომ არის რეგიონალურ მაგალითად ქსელი ონკოლოგიის, სადაც ერთ ადგილას დასმული დიაგნოზის შემდეგ სავალდებულოდ გადაეცემა სხვა ცენტრს, სადაც უფრო მეტი სპეციალისტია, სადაც არის უფრო მეტი საშუალება, ვთქვათ, სხივური თერაპიის და ასე შემდეგ. ეს იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ, იმათ არ აქვს საშუალება, უბრალოდ ეს ასეა სისტემა აწყობილი. ქსელები არის რეგიონალური ქსელი, რომ სადაც არ უნდა მოხვდეს პაციენტი, ის არ დაიკარგება, აუცილებლად მოხვდება ამ ქსელის ცენტრში, რომ იქ გაეწიოს დახმარება. დღეს ძალიან ბევრ სპეციალობაში არის ონკოლოგიაში, იგივე ენდომეტრიოზის ცენტრები არის, ჩვენ კლინიკა მაგალითად არის ცენტრი, ენდომეტრიოზის ცენტრი და რეგულარულად თვეში ერთხელ გვაქვს მაგალითად ონლაინ შეხვედრები, სადაც უერთებიან პერიფერიული საავადმყოფოების წარმომადგენლები,
რომლებიც აკეთებენ მოხსენებას მათი თქვათ საინტერესო პაციენტის შესახებ და აინტერესებთ თქვათ ჩვენი სპეციალისტების აზრი, ქირურგების, რენტგენოლოგების და ასე შემდეგ. ანუ სისტემა არის ზოგადად შეკრული და ამიტომ თქვათ ყველგან არის პატარა ადგილები, ქალაქები და ასე შემდეგ, არ არის იქ სავალდებულოდ ყველა ის პირობა რომ გაეწიოს მაქსიმალური დახმარება, მაგრამ იმ ადგილის ექიმმა იცის, რომ ის სავალდებულოდ არის ამ სისტემაში ჩართული და მისი პაციენტი არ დაიკარგება, მის პაციენტსაც თუ საჭიროა გადააგზავნიან იქ და ისევე მოეპყრობიან, როგორც თქვათ იმ ცენტრში უშუალოდ ვინ ცხოვრობს. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა და სისტემა ხელს უწყობს თანაბრად განაწილებას თელ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის რაღაც გარანტიების. წარმოუდგენელია, რომ თქვათ ჩვენგან, საშუალო ზომის ქალაქია, მაგრამ დიდი საუნივერსიტეტო კლინიკაა, რაღაცის გამო, თქვათ, პარიზში გადაიყვანონ პაციენტი. პრაქტიკულად ეგეთი რატომ მოიყვანონ პარიზი, იმიტომ რომ რატომღაც ყველას ასე გონია, რომ აი ცენტრია პარიზი და ასე შემდეგ. არა, ასე არ არის. არის ყველგან ეს სხვა შორის ისევ და ისევ უკავშირდება ყველაფერი პოლიტიკურ ორგანიზაციას და ეს ერთ-ერთი დამსახურება არის ნაპოლეონ ბონაპარტის, რომელმაც ზუსტად აი შექმნა რეგიონალური განაწილება, ჯანდაცვის, დეცენტრალიზაცია, ჯანდაცვის სამართლის და ასე შემდეგ. პრინციპი იყო, რომ რეგიონებად განაწილდა საფრანგეთი და ყველა რეგიონის ცენტრში უნდა ყოფილიყო მაქსიმალური გარანტია ისეთივე, როგორც იყო დედაქალაქში. და პრინციპში პირველი მასობრივი ვაქცინაცია ცხოველის წინააღმდეგ. კი, კეთილი. აი თქვენ რომ მოხსენება ბრძანეთ, ეს ნაწილიც არ მინდა გამოჩნდეს თქვენ აერთი პუბლიკაციის კვლევის ავტორი, თანაავტორი ბრძანდებით. ესეც სავალდებულო არის განათლების მიღების წლებში, ხო, რეზიდენტებისთვისაც, მათ შორის თეზისი, ისეთ ჟურნალში გამოქვეყნება ნაშრომის, ანუ ექიმმა უნდა იცოდეს ასევე, როგორ უნდა გაეცნოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, როგორ უნდა განასხვაოს მაღალი ხარისხის მტკიცებულება, დაბალი ხარისხის მტკიცებულებისგან ამ კვლევისგან, უნდა იცოდეს წერა-კითხვა, ასე ვთქვათ, აკადემიურ დონეზე, რაც ასევე საქართველოში ფაქტობრივად რა თქმა უნდა, ეს არ ვიცი საქართველოში ახლა დეტალურად არ ვიცი როგორ არის სწავლების პროცესი, რეზიდენტებს სავალდებულოდ აქვთ სწავლება სტატიის ანალიზის, რომ უნდა გაანალიზონ სტატია, ცხადია ინგლისურად დაწერილი სტატია და ასე შემდეგ, ამიტომ ესეც ცხადია სავალდებულო არის ინგლისური სწავლება. შემდეგ უკვე განყოფილებებში მაგალითად ჩვენ გვაქვს პერიოდულად შეკრება, სადაც აი რეზიდენტებს, ინტერნებს ვავალებთ საკითხი, რაღაც კონკრეტული საკითხი, აი მის შესახებ ბოლო მონაცემები რა არის ლიტერატურაში. პერიოდულად გვაქვს ასეთ შეხვედრები, რომ იმათ გაანალიზონ სტატიები და ცხადია თვითონაც მონაწილეობენ რაღაც კვლევებში. აი რო დაუბრუნდეთ მაგალითად, როდესაც ვახსენეთ აი დიპლომი, ექიმის დიპლომი, რას გულისხმობს ექიმის დიპლომი, ეს არის როგორც წესი რაღაც კვლევა და როგორც წესი ეს კვლევა მერე აქვეყნებენ. ამ კვლევის პუბლიკაცია. ანუ უკვე თავიდანვე სწავლების პროცესში ჩართული არიან რაღაც სამეცნიერო საქმიანობაში. თუმცა იქაც სავალდებულო არ არის მე ამას გაყვნენ. უკვე ეს მათი არჩევანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ელემენტარული ჩვევები ჩატარებისა, კვლევის წესიერი მეთოდოლოგია და ასე შემდეგ იციან, მაგრამ ეს ყოველთვის საჭირო არის რაღაც მეთოდოლოგიის ცოდნა, თუნდაც იმისთვის რომ გაერკვნენ სტატიებში. ეხლა მე ვლაპარაკობ საფრანგეთზე, იმიტომ რომ იქ მუშაობ 30 წელია და ვიცი, მაგრამ ასევე გვაქვს კონტაქტები ჩვენთან ჩამოდიან სასწავლებლად სხვა ევროპული ქვეყნებიდან და ძალიან ხშირად არიან იტალიიდან და ძალიან მაგალითად იტალიელი რეზიდენტები ძალიან დაინტერესებული არიან რომ რაღაც კვლევა ჩაატარონ ჩვენთან. რატომ თუ იცით ვინაიდან იტალიაში რეზიდენტს რომელსაც აქვს სტატია გამოქვეყნებული, განყოფილება სამავთყოფო უნაზღაურებს, მაგალითად, სადღაც კონგრესზე წასვლის ხარჯებს. რაც მეტი ექნება სტატია, უფრო მეტ კონგრესზე შეძლებს წასვლას. მაგრამ ეს არ არის სტატია სტატიისთვის, არამედ ხო? არა. ცხადია, მინდა ჯერ ეს სტატიისთვისაც უკვე ეს პრინციპი პრაქტიკულად აღარ არსებობს, მინდა ძალიან ბევრი ეტაპები, ბარიერებია გასავლელი, სანამ მოხდება პუბლიკაცია, ლაპარაკი არის სერიოზულ ჟურნალებზე, რომელსაც ცნობენ, თქვათ, კოლეგები, თორე ისე დღეს პუბლიკაცია მართლა ყველგან შეიძლება, მაგრამ არა, ლაპარაკია, ზუსტად გთხოვენ ხოლმე, როდესაც უნდა რაღაც კვლევა, გვეუბნებიან, აი ამ ჟურნალში, ვეუბნებით, ამ ჟურნალს ცოტა ძნელია მოხვედრა. არა, მაინც და მაინც ეს მინდა. კი ბატონო, კარგი.
ინგლისური ენის ცოდნა ახსენეთ, ესე დიდი პრობლემა არის საქართველოში, ხო, პრინციპში. აი მე მაგალითად დიდ ბრიტანეთში მომიწია ცხოვრება, გარკვეულ სწავლა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მქონდა შეხება ჯანმრთელობის პირველ ადგილთან, ოჯახის ექიმებთან და პრინციპში ჩემთვის ძალიან უცნაურ რაღაცა გარემოს შევეჭეხე, რაც საქართველოში ფაქტობრივად არ მინახავს, სადაც ექიმმა რაღაცაზე მითხრა პირველ რიგში, რომ არ ვიცი, გადავამოწმებ, ანუ გახსნილი ქონდა გაიდლაინი, ანუ ეს ამდენი ექიმი, ხო შეუძლებელია რომ ყველა იყოს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ოჯახის ექიმებიდან. თუ რაღაცა იმ ექიმმა არ იცოდა, შედიოდა, ნახულობდა guidelines, დეტალურად ეცდებოდა რომ შეესატყვისებინა ჩემი მდგომარეობა იმ guideline-ისთვის, რაც მის თვალწინ იყო, თუ ვაკმაყოფილებდი რაღაც კრიტერიუმებს, მომხედავდა თვითონ, ასე ვთქვათ, თუ არა და მიმართავდა სპეციალისტთან. საქართველოში ესეც პრობლემა არის, ხო? ანუ ოჯახის ექიმებს, ზოგადად ექიმებს, სპეციალისტებს არ აქვთ, ასე ვთქვათ, გაწერილი guideline-ები, ხო? ძირითად შემთხვევებში არ არსებობს guideline-ები, როცა რაღაცის არ ცოდნის შემთხვევაში, რაც არ არის სამარცხვინო, ხო, რომ შეიძლება ჩაიხედოს, ანუ მუდმივად განახლებული და თანამედროვე ინფორმაციასთან თანაზიარი იყოს საქართველოში ექიმი ეს არ ხდება, იმიტომ რომ არ არსებობს ქართული guideline-ები და ექიმებს არ აქვთ მათ შორის ინგლისური ენის ცოდნა შესაბამისი. ამიტომ ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ აი ეს და არ ვიცის თქმაც უჭირთ ქართულ ექიმებს, არც მიმართვა ხდება და იმ კონკრეტული პაციენტის არასწორი მოვლა ან კურნალობით გრძელდება. ჩემი შემდეგი შეკითხვა მინდა დავსვა უწყვეტ სამედიცინო განათლებას, ხო? ეს პრინციპში აი ბოლო საფეხური რომ დავფაროთ, ბოლო რა სწავლება და სწავლა, განათლება მუდმივი უნდა იყოს ნებისმიერ პროფესიაში, რაშიც არ უნდა იყოს განსაკუთრებით, როდესაც ექიმებზე ვსაუბრობთ, ხო? საქართველოშიც არსებობს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მეტწილად რაღაცა ფასადური ფორმა აქვს ამ ყველაფერს, არის ქულათა დაგროვების სისტემა, რომელიც ყოველწლიურად უნდა შეაგროვონ ექიმებმა, ასე შემდეგ ყველა ბევრ სპეციალობაში არის ასე, თუმცა ძირითადად ხო ეს შემოიფარგლება რაღაცნაირი ზედაპირული კონფერენციებით, ასე ვთქვათ, რაღაც ტრენინგებით, ასე შემდეგ. არ არის, ანუ აი საფუძვლიანი, რასაც ნიშნავს, რომ მართლა უწყვეტ სამედიცინო განათლებას ემსახურებოდეს. როგორი არის ეს მიდგომები და მოდელები დასავლურ ევროპულ ქვეყნებში, აი საფრანგეთში, როგორ ხდება, რომ მას შემდეგ, რაც დიპლომის შემდგომ განათლებას მიიღებს ექიმი, მიიღებს ლიცენზიას, სერტიფიკატს ექიმისას, აი მერე იმისთვის რომ იყოს ყოველთვის აი up to date, რასაც ქვია, ხო? ანუ იყოს საქმის კურსში თანამედროვე უახლესი ინფორმაციის შესახებ. აი როგორია ესეთი ფორმა? ეს სხვადასხვანაირად არის აწყობილი, თქვათ, ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ საფრანგეთზე ყოველთვის უკვირთ, რომ საფრანგეთში არ აქვს მოთხოვნა ამ ქულების. რაც ზუსტად ეხლა სულ მესმის, აი ქულები ამის შემდეგ ამდენი ქულა დაგეწერება, ეს უფრო მაინც მე მგონი უფრო ანგლო-საქსონური არის და სამწუხაროდ საქართველოში გადმოაქვს ძალიან ბევრი რამე ზედაპირულად, რომ აქცენტი არის ქულებზე, მის რაოდენობაზე და რეალურად რა ის აქვს შიგთავსი ამ სწავლებას, რატომღაც აქცენტი ამაზე არ არის. საფრანგეთში ქულები არ არსებობს, არის სულ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ქულები ჯერჯერობით, ანუ ვალდებულება ქულების, მაგრამ არის ვალდებულება აი ზოგადად როგორ გითხრათ, როგორც მაგალითად აი ქუჩაში პრაქტიკულად კამერები არ არის, მაგრამ არავინ არ არღვევს წესს, ხო? პოლიციას ქუჩაში ვერ დაინახა, მაგრამ არ არღვევენ წესს, მართად ხაზი რომ არის სწორი ხაზი, უწყვეტი ხაზი, იმას არ გადაკვეთავენ, მიუხედავად იმის, რომ კამერები არ არის. ეს საინტერესო საკითხია, რომ კამერებზე ძალიან სიმკაცრე არის საფრანგეთში და ძალიან ცოტა კამერები არის. ხო და ასევე აქვს მოთხოვნილება ექიმს, ვალდებულება, რომ რაღაც ახალი ისწავლოს, რაღაც ახალი აითვისოს. ეს მე კარგად ვიცი იმიდან, რომ იქიდან რომ ჩვენ ცენტრი მაინც არის სპეციალიზირებული ლაპარასკოპიაში და არა ზოგადად ლაპარასკოპიაში, არამედ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებში, მართლაც პროლაპსის კურნალობა, ენდომეტრიოზის კურნალობა, იქ რაღაც ონკოლოგიური დეტალები, არა ზოგადი, არამედ კონკრეტული, ამიტომ ასეთ კურსებს ვაკეთებთ ხოლმე, ამის ორგანიზაციას ვაკეთებთ. სადაც ჩამოდიან უკვე ექიმები, რომელსაც გამოცდილება აქვს და სწორედ უნდათ აი ეს
კვალიფიკაცია აიმაღლონ და იქ რაღაც სავალდებულოდ არ ვეკითხებიანი რამდენი ქულა მექნება მე ბოლოს და ასე შემდეგ. ეს არის რაღაც შინაგანი მოთხოვნა. არსებობს ასეთ რაღაც შინაგანი მოთხოვნა ზრდის. მეორე мотивация არის გამოც ეს ხდება სპეციალიზაცია და თქვათ რაღაც განახლება ცოდნის არის მაინც მედიკო-ლეგალური პრობლემები რომ მაგალითად რაღაც ახალს რომ აკეთებს და თქვათ რაღაც იქ რაღაც პრობლემა არის გართულება მაინც იქნება კითხვა დასმული აი სად ისწავლა როგორ დაამტკიცებს რომ იცის ამის კონკრეტულად კეთება და ასე შემდეგ ამიტომ ეს მედიკო-ლეგალური წნეხიც არის რაღაც სტიმული რომ მოხდეს მუდმივად განვითარება. კი, პრინციპში ეს პირველი წლებიც, რეზიდენტურის წლები, კლინიკური წლებიც ამისკენ უბიძგებს ისეთ ადამიანად თუ ექიმად გაქცევს, რომელსაც თვითონვე უჩდება მოთხოვნილება, რომ არ გაჩერდეს და მუდმივად იყოს სწავლების. არ ჭირდება რაღაცა მუდმივად შეხსენება, ხო, აი სტიმული რასაც ქვია, ჩხლეტა, სტიმული ხო აქედან მოდის, რომ ჩხლეტნან რომში. ხო და არ ჭირდება მუდმივად, აი მიკვირს ხოლმე ხანდახან, მაგრამ ასე არის სპონტანურად, კი. კი. ხო, ძალიან სამწუხარო, ხო, მათ შორის აი ხარისხის კონტროლი. რატო ვამბობ ამ ყველაფერს? ეს ყველაფერი ხო საბოლოოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახება, ხო? ეს რაღაცა არაერთგვაროვნება, არასისტემურობა ჯანდაცვის სისტემით საქართველოს ლაპარაკობ მათ შორის კადრების დეფიციტი, მოდი ესე დავარქვათ, ხო? ანუ კომპეტენტური კადრების დეფიციტი, იმიტომ რომ არსებობს მარტო ხარისხის კონტროლის შიდა მექანიზმები. გარეგანიც არსებობს საქართველოში, მაგრამ მისი ეფექტურად განხორციელება რომ დაიწყოს დღეს სახელმწიფო, მაშინ შეიძლება უბრალოდ კლინიკების ძალიან ბევრი უბრალოდ რაღაცა დასახურიან, რაღაცა შესაკვეციან, ასე შემდეგ გავხდეს, ხო? ანუ ესე ნაჯახისებრი მიდგომაც რაღაცა შეიძლება ამ ეტაპზე ნამეტანი იყოს, თუმცა ისევ და ისევ ალბათ ფუნდამენტი განათლების სისტემის მოგვარება იქნება, ისე რაღაცა ტრამპლინი თუ ბუსტი ამ ჯანდაცვის სისტემის გაჯანსაღებისთვის. კეთილი, მოდი ახლა დარგობრივად სპეციფიკური კითხვებზე გადავალ, რომ არ მოვაწყინოთ ჩვენი მაყურებელი, როგორც ვთქვი, მრავალხრივად საინტერესო სტუმარი ყავს და საინტერესო უნდა იყოს ეს გადაცემა არა მხოლოდ პაციენტებისთვის და ან პოტენციური პაციენტებისთვის და ასეთები ვართ ყველანი, ხო? ამ პაციენტები ან პოტენციური პაციენტები სამწუხაროდ, არამედ ექიმებისთვისაც, სტუდენტებისთვისაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კეთილი, მოდი თავიდან დავიწყებ ერთ ჩვენ მაყურებელსაც ქონდა ეს კითხვა და მეც მაქვს ეს კითხვა რა ასაკიდან არის ლანდა ლურსმანაშვილს ქონდა ეს შეკითხვა რა ასაკიდან არის რეკომენდებული გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ასეთი არის შეკითხვა ანუ ეს ეხება ბავშვს თუ არის ასეთი რაღაცა ზოგადი რეკომენდაცია ესეთი ხისტი რეკომენდაცია საერთოდ საფრანგეთში ის არის კარგი რომ ძალიან ესეთ სიხისტე რეკომენდაციების არ არის რეკომენდაცია უნდა იცოდე მაგრამ გაქვს თუ ხარ პროფესიონალი გაქვს რაღაც უფლება გადაუხვიო კიდევაც და ამისთვის არავინ არ გამოგეკიდება თუ დაამტკიცებ შენ რატო გადაუხვიე რაც შეეხება რა ასაკიდან ნუ როგორც წესი ითვლება როგორც კი სქესობრივი ცხოვრება დაიწყება ჯობს თქვათ მივიდეს გინეკოლოგთან უპირველეს ყოვლისა რისთვის ეს არის პაპ ტესტის გასაკეთებლად რაც არის აი საშუალო სყელის კიბოს პრევენცია და ეს პრევენცია არის გამჯდარი ძალიან ხშირად ჩვევებში ძალიან ხშირად პაციენტი მოდის უბრალოდ მარტო პაპ ტესტის გასაკეთებლად ძალიან კარგია რომ საქართველოში შემოვიდა თანდათანობით რაც ადრე საერთოდ არ იყო და მარტო ამისთვის მოდის და რეგულარულად აკეთებს ამ პაპ ტესტს და ეს სადღაც ნუ გააჩნია ახლა სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი საშუალოდ 14, 15, 16 ეს სადღაც ამ ასაკში უნდა დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე პრობლემა არ აქვს ახლა არ არის ასე რომ სავალდებულოდ აუცილებლად გინეკოლოგს გაესინჯოს თუ რაიმე პრობლემა არ აქვს და ქალთან პრობლემები ვლინდება ციკლის დარღვევით, რეგულარობის დარღვევით და ტკივილით. ტკივილზე რატომ ვაკეთებ აქცენტს, ვინაიდან ტკივილი სამწუხაროდ მიიჩნევა ზოგიერთ კულტურაში ან ოჯახში რომ ეს არის ქალისთვის სავალდებულო
ტკივილის გარეშე თვიური არ უნდა კონდეს, ეს არის ძალიან მცირე შეხედულება, მით უმეტეს დღეს აი რომ დაუბრუნდეთ უკვე ვახსენეთ ენდომეტრიოზი, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ენდომეტრიოზის ეს არის თვიური ძროს ტკივილი და ერთ-ერთი პრობლემა ენდომეტრიოზის არის ის, რომ არის გადავადებული დიაგნოსტიკა, საშუალოდ ეს კარგად ცნობილია, ჩვენი კვლევებიც ამაზე, საშუალო დიაგნოზი ნიშნების გამოჩენიდან სადღაც საშუალოდ 7 წლის მერე ისმევა დიაგნოზი, რაც ძალიან დიდი ეს არის ინტერვალია, ამიტომ როდესაც არის ტკივილი თვიურის დროს, ჯობს რომ ახალგაზრდა გოგონამ მიმართოს გინეკოლოგს. ბატონო, მაგრამ ეს ისე ხო არ უნდა გავიქოთ, რომ თუ ადამიანი შეიძლება 25-30 წლამდე სქესობრივად აქტიური არ იყოს, საერთოდ არ არის საჭირო მისთვის რუტინულად აი გამოკვლევაზე მისვლა გინეკოლოგთან. რუტინულად მისვლის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, მაგრამ უბრალოდ ისევ და ისევ ვუბრუნდებით ჩვენ აი ზოგადად ორგანიზაციას, ხო, საფრანგეთში ყველაფერი არის უფასო. პრაქტიკულად სოციალურ მედიცინა. ხო, ამიტომ აქ თვითონ უწევს და მე ზუსტად ახლა დაუბრუნდებით ცოტა აქაურ სპეციფიკას, ორ კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი პაციენტი ვნახე და პირდაპირ ვეუბნები ყოველ ჩამოსვლაზე, პაციენტები მოდიან, აი დასტა აქვთ გამოკვლევების გაკეთებული, დასტა ეხოსკოპიის ერთი კვირის ინტერვალით, იქ საშუალოდ ნორმალურ ინტერვალად ეხოსკოპიის რაღაც პრობლემის დროს ითვლება 3-6 თვე ყოველ კვირა გაკეთება და ლამის ყოველდღე ეხოსკოპიის გაკეთებას აზრი არ აქვს, მით უმეტეს აქ ყველაფერი უნდა გადაიხანო. ამიტომ კი, თუ როგორც წესი, კი, გვაქვს შესაძლებლობა და ისევ დაუბრუნდეთ მაშინ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმი პრაქტიკულად იქ ყავს ყველას, ეს ვალდებულება. ეს ვალდებულება არის ოჯახის ექიმის ყოლა, რაღაც გარკვეული მექანიზმებია, უნდა მოხდეს განაცხადო შენი მკურნალი ექიმი, მოგდეს შეტყობინება ამ სოცდაზღვევის სისტემისგან, მუდმივად თუ არ ყავს განცხადებული ექიმი და როგორც წესია ესეთი რაღაც შეხსენებები და თქვათ რაღაც გამოკვლევას აკეთებს ოჯახის ექიმი, როგორც გითხარით, რუტინულად აკეთებენ პაპ ტესტს, რუტინულად აკეთებენ რაღაც პროცედურებს, ამიტომ სავალდებულოდ სპეციალისტთან მისვლა თუ რაღაც სიმპტომატიკა არ აქვს, არ ხდება, ვინაიდან რუტინულად მაინც ხდება აქ არის ისევ განაცვლის პირველად რგოლში არის პრობლემა, რომელსაც ევალება ეს რუტინული შემოწმებები, არა მარტო გინეკოლოგიური რაღაცა რუტინული შემოწმება, არამედ ყველა ნებისმიერი სხვა. რა თქმა უნდა. პაპ ტესტს რაც შეეხეთ, აქვე მაყურებისთვის ვიტყვი, რომ საქართველოში მუშაობს ეს სკრინინგ პროგრამა და 25-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებისთვის უფასო არის საშუალოს ყელის კიბოზე გამოკვლევა, ანუ 25 წლიდან შეუძლიათ 25-დან 30 წლამდე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ქალებს ჩაიტარონ ეგრეთ წოდებული პაპ ტესტი, პაპა-ნიკოლაუს ტესტი, რაც გულისხმობს საშუალოს ყელიდან ნაცხის აღებას და მის გამოკვლევას უჯრედების პათოლოგიურ გადაგვარებაზე, თუ ეს გადაგვარება გამოვლინდა, მაშინ კეთდება ჩაღრმავებული გამოკვლევები, როგორც არის კოლპოსკოპია და საჭიროებისამებრ ბიოფსია და ნუ შემდეგ ინტერვალებს თუ შემდეგ როდის უნდა მიხვიდეთ, სწორედ თქვენი მკურნალი ექიმი სკრინინგ ცენტრში მომუშავე მედმუშაკი გადაწყვეტს ამ რეგულარობას, ინტერვალების თუ რაიმე ტიპის დაზიანება აღმოჩნდა ამ ნაცხში და 30-დან 60 წლის ჩათვლით ქალებში 5 წელიწადში ერთხელ ტარდება PCR მეთოდით გამოკვლევა, იგივე მიდგომა არის, ედგმება ჩვეულებრივად სპეკულუმი, სარკე, ჯაგრისით ნაცხი აიღება და მოწმდება უკვე პაპილომავირუსის დნმ-ზე, ხო? ანუ გენეტიკურ ინფორმაციაზე მოწმდება ნაცხი. ისევ იგივე პროტოკოლით, თუ გამოვლინდა დადებითი ვირუსზე პაციენტი, კეთდება ჩაღრმავებული კვლევები და შემდგომი გამოკვლევები. კეთილი. და აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალოს ყელის კიბოს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა არის დაკავშირებული ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამებთან, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომი არის საქართველოში და ამჟამად გაფართოებული არის ეს პროგრამა და 10-დან 45 წლის ჩათვლით გოგოებსა და ქალებს და
10-დან 26 წლის ჩასვლით ბიჭებსა და კაცებს შეუძლიათ უფასოდ დაიცრან 9 კომპონენტიანი ვაქცინის მიმართ. 9 კომპონენტიანი გულისხმობს, რომ 2 დაბალი რისკის მეჭეჭების გამოწვევი პაპილომავირუსის შტამისგან იცავს ვაქცინა, ხოლო 7 მაღალი რისკის კიბოს საშუალოსნოს ყელის კიბოს გამოწვევი შტამისგან იცავს. რატომ ბიჭებს? იმიტომ რომ ბიჭები არიან მთავარი გამავრცელებლები და ამასთან მხოლოდ საშუალოსნოს ყელის კიბოს არ იწვევს პაპილომავირუსი, არამედ იწვევს ხორხის, ანალურ პენისის და სხვა ორგანოების კიბოებსაც. ისე ამ რაც თქვი იმის კვალდაკვალ მაინტერესებს ახალგაზრდა პაციენტებში რამდენად ხშირი არის, რამდენად როგორია ტენდენცია საშუალოსნოს ყელის კიბოს წინარე დაზიანებებისა საფრანგეთში, იმიტომ რომ 2007 წლიდან საფრანგეთში დაინერგა რუტინული იმუნიზაცია ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ 11-14 წლის გოგოებში, შემდეგ კეჩაპ ვაქცინი, რასაც ეძახიან 19 წლამდე გოგოებშიც მოხდა დაფარვა ამ ვაქცინით და მას შემდეგ რამდენი 17 წელი გავიდა, რუტინულად ტარდება და საკმაოდ მაღალი დაფარვა არის შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების ამ ვაქცინით. პრინციპში გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ შევაფასოთ ახალგაზრდა პოპულაციაში რამდენად ხშირი არის ეს კიბოსწინარე დაზიანებები. როგორია თქვენთან პრაქტიკა? საერთოდ ზოგადად ახლა კიბოსწინარე მდგომარეობაზეა ლაპარაკი და თვითონ პრაქტიკულად საშუალოსნოს ყელის კიბო ვერ ვიტყვი რომ გაქრა, მაგრამ ძალიან იშვიათი პათოლოგია გახდა, ვინაიდან ერთ-ერთი მაგალითად ლაპაროსკოპია რო ვახსენეთ და ჩვენი სპეციალიზაცია არის ლაპაროსკოპია, პირველი რადიკალური გისტერექტომია, ანუ ის მკურნალობა ქირურგიული საშუალოსნოს მოშორება საშუალოსნოს ყელის კიბოს დროს ლაპაროსკოპიულად გაკეთდა კლერმონ-ფერანში 89 წლის ნოემბერში პირველად გაკეთდა და ბევრი კეთდებოდა და ის ტექნიკა იქ შემუშავდა ამ რადიკალური გისტერექტომიის ერთდროული ვერტგეიმის ოპერაციის ლაპაროსკოპიული მოდიფიკაცია და მე მახსოვს 93-ში რო ჩავედი, იყო პერიოდულად და რეგულარულად კეთდებოდა, მეც გამიკეთებია, თანთანობით გაქრა, დღეს პრაქტიკულად ეს აღარ არსებობს, ეს ოპერაცია ძალიან იშვიათად, სამწუხაროდ იქაც ხდება, რომ არის პაციენტი, რომელსაც არ ჩაუტარებია პაპ ტესტი დიდი ხნის განმავლობაში, უიშვიათესია, მაგრამ ხდება, ანუ ყველა რუტინულად იკეთებს, პრაქტიკულად 65 წლის ასაკამდე და შემდეგ ვაქცინაციასაც დღეს უკვე ჩვენც არც კი ვეხებით ვაქცინაციას, ვინაიდან ამას სწორედ ოჯახის ექიმი აკეთებს. როგორც წესი ოჯახის ექიმი აკეთებს და საერთოდ ვაქცინაციას აკეთებს ოჯახის ექიმი, მართლა ბავშვები პატარები რო არიან, ოჯახის ექიმთან მიყავს ასაცრელად და ის აკეთებს ამას. სთავაზობს ყოველ შემთხვევაში. ამიტომ დღეს საშუალოსნოს ყელის კიბო პრაქტიკულად გაქრა და წინა სიტუაციები რაც არის ინტრაეპითელიალური დაზიანება, სეიენ და ასე შემდეგ, იშვიათია. ახლა სტატისტიკას მე ვერ მოგატყუებთ, მაგრამ რუტინულად რომ ხედავ პაციენტებს და ვნახულობ და ჩვენც ვიღებთ ავტომატურად ვალდებულება ვეკითხებით თუ არ აქვს პაციენტს, რაც ახსენეთ 3 წლის წინ 5 ასე შემდეგ ვაკეთებთ, ძალიან იშვიათია, მაგრამ აქ მინდა დავბრუნდა მეორე საკითხს, რასაც ზუსტად საქართველოში ხშირად წავაწყდები ხოლმე, საქართველოშიც არის ცხადია ეს სიტუაციები კიბოსწინა მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ჭირდება გადამოწმება, ვინაიდან საბოლოოდ რომ ენდო რომ ეს არის არ არის, ყოველთვის ვეუბნები პაციენტს აუცილებლად გადაამოწმეთ. საფრანგეთში პაციენტს რომ უთხრა გადაამოწმეთ სადღაც რომ ეს სანდოა თუ არა, არ ხდება. მას უბრალოდ ვეუბნები ამ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს 3 თვის მერე, 6 თვის მერე. აქ ეგრევე ეუბნები, ეხლავე უნდა გადამოწმდეს, იქნებ არ არის და შემდეგი რომ არ იყოს ზედმეტი გამოკვლევები. აი სამწუხაროდ ეს ნდობის მომენტი ამ ზოგადად ჰისტოლოგიურ დიაგნოზებში ცხადია გაუმჯობესდა შედარება არ არის, უფრო მეტი ნდობა არის, მაგრამ სამწუხაროდ ყელის პათოლოგია ისეთია, რომ ეს საბოლოო ჯამში არის ინტერპრეტაცია ადამიანის, ვინც ამას კითხულობს, ხო, ვინც ნახულობს ინტერპრეტაცია და ინტერპრეტაციაში ყოველთვის არის რაღაც გადახრები. ცხადია. თან ხო, პრინციპში იმას მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეს ორმხრივად პრევენციას დაქვემდებარებული კიბოა, ხო, საშუალოსნოს ყელის კიბო, ანუ პრევენციის პირველი დონეც მუშაობს ვაქცინაციის ფორმით და მეორეული დონე სკრინინგის ფორმით. კეთილი. და როგორც თქვენ ბრძანეთ, სასიხარულოა ეს, რომ იკლებს ეს მაჩვენებლები ამ ვაქცინაციის ფართო ათვისებასთან ერთად და იმის გამო, რომ ეს სკრინინგ ტესტს რეგულარულად
საფრანგეთის მოსახლეობა მასობრივად იტარებს. ხო, საქართველოში სამწუხაროდ ისევ და ისევ ვაქცინაციის მაჩვენებლებიც და სკრინინგის დაფარვის მაჩვენებლებიც საკმაოდ დაბალია. ძალიან ბევრ რეგიონში საერთოდ სკრინინგ ცენტრების ხელმისაწვდომობის ნაკლებობაც არის. ანუ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე საუბრობ, იმიტომ რომ უფასო არის, ხო? 25 ჩვენთან ხო 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. კეთილი. აი თქვენ ბრძანებდით იმ რაღაცა ნიშნებზე, პათოლოგიის ამსახველ ნიშნებზე, რომელმაც უნდა უბიძგოს ქალს რომ ან გოგოს რომ მივიდეს გინეკოლოგთან, ხო? და ახსენეთ რაღაცა ტკივილი ციკლებს შორის მაგალითად, ან სისხლდენა შეიძლება ციკლებს შორის, არა მენსტრუალური ციკლის დროს, არამედ მათ შორის. აი კიდევ რა აი ესეთი წითელდროშა red flags რო ეძახიან, ხო? აი საგანგაშო ნიშნები, საგანგაშო შეიძლება ძალიან მძიმე სიტყვა არის ამისთვის, რაღაცა ნიშნები, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მიიღოს პაციენტმა გადაწყვეტილება, მიაკითხოს გინეკოლოგს, რა შეიძლება იყოს. Ну, ზოგადად უკვე ყველაფერი ახსენეთ, მე მაინც დავბრუნდები ტკივილს, ვინაიდან ტკივილი სამწუხაროდ ზოგჯერ აი როგორც თქვი, აღიქმება ისეთ რამეთ, რაც უნდა მოითმინოს ქალმა და არანაირად მოსათმენი დღეს ტკივილი არ არის. მე ვიგულისხმე თვიურის დროს, მენსტრუაციის დროს ტკივილი, ანუ ეგრეთებული დისმენორეა ეს და ნუ თუ შემდეგაც არის ტკივილი, მით უმეტეს პირველი ტკივილი არანაირად არ უნდა მოითმინოს, ჭარბი გამონადენი თუ არის და თუ ანემია მოყვება და მე 1000 მკურნალობას ღებულობენ ანემიისთვის, ესეც უნდა გაერკვეს საიდან არის. ტკივილი თუნდაც სქესობრივი ცხოვრების დროს სამწუხაროდ ამაზე ნაკლებად არის ლაპარაკი და ვგრძნობ ხოლმე გასინჯვების და გამოკითხვის დროს რომ ამაზე აქცენტი არ არის. დასავლეთში აუცილებლად გეუბნებიან პირველადად, ვინაიდან ეს არის ძალიან სპეციფიური ნიშანი, მაგალითად ღრმა ენდომეტრიოზის. ანუ ისევ და ისევ ტრიალებთ ამ ტკივილის სხვა ფორმების ჭარბი გამონადენის დანარჩენი რა, ну დანარჩენი თუ არ ხდება დაურსულება ცხადია, მაგრამ აქაც სხვა შორის ძალიან სწრაფად ხდება საქართველოში რა, თქვათ 1-2 თვის მერე უკვე თუ არ დაურსულდა ქალი, რატომღაც ითვლება უკვე პრობლემად და იწყება ეს გამოკვლევები 1, 10, 100 და ასე შემდეგ არასაჭირო. ყველა სტანდარტებით მიღებულია, ეს სტატისტიკიდან მოდის, იმისთვის რომ ნორმალურ წყოლში მიღწეულ იქნეს ყველა урსულობა, დადგეს სტატისტიკურად შესაძლებელი, საჭიროა 18 თვე, ამიტომ 18 თვემდე არ ითვლება პათოლოგიად, თუ არ არის სტატისტიკურად урსულობა დამდგარი, ამიტომ რაღაც სასტრაფოდ, განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა ასაკის არიან, რაღაც სასტრაფოდ ამდენი 1000 გამოკვლევის და რაღაც არასაჭირო გამოკვლევის, აი ამაზე აი როდესაც ვლაპარაკობთ რა მხდება ხოლმე თვალში, არასაჭირო გამოკვლევები ძალიან ბევრი ტარდება საქართველოში, რომელსაც არაფერი რეალურად არ მოაქვს, თქვათ რაღაც ტაქტიკის შესაძლებლად, რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად. აი სამწუხაროდ ესეთი იქიდან მომდინარეობს, რომ აქ ყველაფერს პაციენტი იხდის და ტესტ უნდა დაფიქრდეს, რატო იხდის ამდენს, იქ დაზღვევის სისტემა იხდის. ამ მხრივ არის გიდლაინები, არასაჭირო გამოკვლევა ითვლება ცუდ ნიშნად და არის რაღაც წესები, რომ არ უნდა დაუნიშნო ამ შემთხვევაში, თქვათ კომპიუტერული ტომოგრაფია, იმ შემთხვევაში ეხოსკოპია, იმ შემთხვევაში ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი. ეს არის ძალიან მკაცრად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ჯერ ერთ სამეცნიერო თვალსაზრისით, მეორე ეკონომიური თვალსაზრისით, ხო. ანუ არასაჭირო ჩარევა პლუს არასაჭირო ხარჯი. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ხარჯი ძალიან ჩვენთან პაციენტი. ხო და მე მაწუხებს ეს რომ ამდენი გამოკვლევა და არ ვიცი რატომღაც, ვიცი რატომაც ინიშნება ბევრი, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ბევრი გამოკვლევა არ ნიშნავს ავტომატურად რომ იქნება პასუხი და არ ნიშნავს ავტომატურად რომ ეს იქნება უკეთესი მკურნალობა. ხადია. და არასაჭირო გამოკვლევებთან ერთად არასაჭირო ჩარევების რიცხვიც, ხო? კი. როცა აი მაგალითად ვინაიდან ისევ და ისევ გაიდლაინების პრობლემა, კომპეტენციის პრობლემა, ასე ვთქვათ, ასევე სამწუხაროდ უნდა ითქვას დაზღვევის სხვა კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო სისტემებიდან თანხების ათვისების სადმილტოვის პრობლემაც, ხო?
ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, აბსოლუტურად არა, მაგრამ რაღაცა კეთილთვისებიანი მდგომარეობები ჩვენთან რაღაცნაირად თითქოს ჩვენებას წარმოადგენს სასტრაფო ჩარევის, რაღაც ქირურგიული ოპერაციის, გაქანება-გამოქანების რეგიონებს შორის, როგორც თქვენ ახსენეთ, ჩამოიყვანეს ადამიანი აბსოლუტურად უწყინარი თუ რაღაცა მარტივი პათოლოგიის გამო, რაღაცა შეიძლება იყოს რაღაცა კეთილთვისებიანი კისტა ან მიომატოზული კვანძები ან ასე შემდეგ. აი ხო, ეს ჩვენთან აი თქვენი დაკვირვებით როგორ არის, აი ხომ არის ანუ გინეკოლოგიური პრობლემები, პათოლოგიები, რომელსაც უბრალოდ მოცდის და დაკვირვების მიდგომა სჭირდება და არა მყისიერად რაღაცნაირად ქირურგიული. კი, ეს ნუ შეიძლება ითქვას კლასიკაა საქართველოსთვის, ჩემთვის, მაგალითად ფიბრომები ან მიომები, ნუ პრაქტიკულად ერთ-იგივე არის, ეს აღრევა არის ტერმინოლოგია, ფიბრომიომა ძალიან ხშირად აშინებენ პაციენტს, რომ აი საშვილოსნო ამოსაღები და ასე შემდეგ. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისი არის დაკვირვება, იქ სტანდარტებია რა ზომამდე საჭირო ამ მკურნალობა, ავტომატურად მაგალითად ფიბრომიომა არ ნიშნავს მკურნალობის ვალდებულებას. არანაირად. ეს ავტომატურად გულისხმობს უბრალოდ დაკვირვებას და დინამიკაში ნახვას სიმპტომები არის, არ არის ასაკი, ორსულობა და ასე შემდეგ, ორსულობის სურვილი. ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტა, მაგრამ ავტომატურად რომ სადღაც გამოჩნდება კვანძი და ამაზე აშინებენ, ეს არა, ეს არის ყველაზე გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული პათოლოგია, ფიბრომიომა, რომელსაც ჭირდება ძალიან სწორი მიდგომა და ამის უამრავი დღეს არსებობს პროტოკოლი. კი ბატონო. აი საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანებებზე და არასაჭირო ჩარევებზე გამახსენდა, აი იცით რა მაინტერესებს, თუ პაციენტს აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანება და უტარდება ნუ მინიმალურად ინვაზიური ოპერაცია ან ზოგადად ოპერაცია, არა ჰისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს წლიანი ამოკვეთა, არამედ რაღაცა აბლაცია მოყინვა ადგილობრივად რაღაცა ამოღება იმ დაზიანებული ქსოვლის. რამდენად არის რეკომენდებული ამ სკრინინგ ტესტების, ანუ ამ პაპ ტესტების ან დნმ ანალიზის პაპილომავირუსზე გაგრძელება რეგულარულად ასეთ პაციენტებში, ანუ რამდენად არის რეციდივის რისკი ქალებში, რომელსაც უტარდებათ ეს ოპერაციები. რეციდივის რისკი ყოველთვის არის, მე თუმეტეს როდესაც ვირუსზეა ლაპარაკი და დღეს საერთოდ აქცენტი არის სწორედ ამ ვირუსის მაგალითად უკვე ციტოლოგიური გამოკვლევა არც კი კეთდება თუ ვირუსზე პასუხი არის ნეგატიური. ეს ასეთი მიდგომა ალბათ ისევ ეკონომიური თვალსაზრისიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, თუ არ არის ონკოგენური ვირუსი, იქ რისკი რეალური კიბოსი არის ძალიან დაბალი. ამიტომ ეხლა ახალი ტენდენცია, უფრო სწორად პროტოკოლია, სავალდებულოდ 30 წლის მერე კეთდება პირველადად სკრინინგი ვირუსზე და თუ დადებითია მერე ციტოლოგია. ხო, ეს კარგია რომ შემოდის საქართველოში. დავაკვირდით, რა შეეხება აი ხო, ესე იგი, კითხვა იყო იმაზე, რამდენად არის რისკი რეციდივის, ამიტომ კი, უნდა გამეორდეს სავალდებულოდ, მაგრამ მე ერთი რაღაცის გახსენება მინდა, ეს სადღაც 90-იან წლებში ასეთ სტატია იყო, ძალიან ცნობილ ჟურნალში, მწვანე ჟურნალს ვეძახით, Obstetrics Gynecology, ამერიკული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალი, რომელშიც იყო ასეთი სტატია ცივი ომის სამედიცინო შედეგებზე. და იქ იყო მოყვანილი გინეკოლოგიიდან ასეთი ცნება ეროზია, რომელიც არ არსებობს. დასავლეთში ცნება ეროზია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ყელთან დაკავშირებით არის სხვა ლოკალიზაცია, სადაც ეროზია შეიძლება სიტყვა იხმარო და აქ დღემდე მესმის ყელის ეროზია. ასეთი ცნება მედიცინაში არ არსებობს. ეს არის ლორწოვანის გამოსვლა, მოგეხსენებათ, რაც ქვია, ნამშრომლობ ქალებში, რაც ქვია ექტროპიონი, ლორწოვანი არის გამოსული, რომელიც ვარდისფერია, ზოგჯერ მგნობიარეა და ოდნავ შეიძლება სისხლიანი იყოს და ამას ეძახიან ეროზიას და იწყება მერე სწორედ აი ეს მოწვა, მოჭრა და ასე შემდეგ მოყინვა 1000, რაც უკვე არ გამოდის აი ესე სპირალის განვითარება, უკვე რეალურად პრობლემა შეიძლება ჩამოყალიბდეს. ეს არ არის პათოლოგია, ამიტომ პათოლოგიური მასე ჩარევა ხდება. ხო, ამას ვამბობ, არა პათოლოგიაზე, რაც არის ფიზიოლოგია, ნორმალური ფიზიოლოგია, იმაზე ხდება ჩარევა, ამიტომ სამწუხაროდ ეს ნაკლებად, მაგრამ დღემდე ყურზე ხდება ეს ეროზია
რაც მარტო პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე არსებობს ასეთი ცნება ეროზია, ყელის ეროზია ბუნებაში არ არსებობს ყოველ შემთხვევაში სამედიცინო ნომენკლატურით და ამაზე აი სტატია იყო, სწორედ რა იყო ამ სტატიაში, რომ აი ცივი ომის დროს, როდესაც იყო ფარდა ჩამოწოლილი, ამ ფარდის იქით მედიცინაშიც იყო გარკვეული ჩამორჩენა, რომელიც სამწუხაროდ დღემდე არ არის გადალახული. კეთილი, ხო, ესეთი ტერმინი სხვადასხვა კიდევ ძალიან ბევრი არსებობს ქართულ რეალობაში, რასაც საერთოდ დასავლურ პრაქტიკაში აღარც იყენებენ, ეხლა აღარც ამის მეორე მაგალითი არის, მაგალითად კუჭის წყლულზე კავშირში მე მახსოვს დისერტაციების ყველაზე გავრცელებული თემატიკა იყო დისერტაციების უამრავი ოპერაციული მიდგომები, მაშინ როდესაც უკვე დასავლეთში გამოკვლეული იყო, რომ ეს არის მიკრობული წარმოშობის და ამას კურნალობა არსებობდა კონსერვატიული ჰელიკობაქტერი, ხო? ესეც აი ერთ-ერთი ფარდის შედეგი არის სამწუხაროდ, ეს რაღაც გადმონაშთები დღემდე არის და გინეკოლოგიაში ეს კლასიკა არის ეროზია, ამასთან ერთად პაციენტმა მიხსენა ეროზიაზე მკურნალობდიო და მოთხრა რა ეროზიაზე. ძალიან კარგია, რომ ეხლა ამ გადაცემაში მაინც ვემსახურებით ამ პაციენტების სამედიცინო განათლებას, იმედია ბევრი ადამიანი ნახავს. ორსულობა ახსენეთ რამდენჯერმე და მინდა რომ ოდნავ რაღაცნაირად გადაუხვიოთ თემას და ესეთი რაღაც შეიძლება უფრო სოციოლოგიური პრიზმიდან დასასმელი კითხვა არის და თქვენ არ მოგემართებათ, მაგრამ თქვენი სუბიექტური აზრით ძალიან მაინტერესებს. ბოლო წლებში, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში არის შობადობის მკვეთრი კლების ტენდენცია. მაგალითად 2023 წელს დაფიქსირდა საფრანგეთში ყველაზე დაბალი birth rate რაც არის, ხო, შობადობის მაჩვენებელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაც კი დაფიქსირებულა. ცხადია, საქართველოში და საფრანგეთში შობადობის ასეთ ტენდენციას არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე მიზეზები. თქვენი სუბიექტური აზრით, რა შეიძლება იყოს ამისი თუ აქვს ამას სამედიცინო ახსნის ნაწილი და თუ აქვს ამას სოციალური ახსნის ნაწილი, შეგვიძლია მივცეთ თავისუფლება ჩაუღრმავდეთ ამ მიზეზებს. ორივე ქვეყანაში. ეს ფაქტი არის, კი, ფაქტია ზოგადად მცირდება ევროპაში, მსოფლიოში საერთოდ. საფრანგეთში კონკრეტულად, თუმცა თუ ნახავ სტატისტიკას, საფრანგეთი მაინც ევროპაში ერთ-ერთი პირველ ადგილზე არის, თუ არ მეშლება, ეხლა 1.6-ია, რაც მართლა გერმანიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ამ მხრივ მეზობელ გერმანიაში. სამედიცინო მიზეზი ამისი არ მგონია რომ არსებობდეს, მინაიდან ფიზიოლოგია არ შეცვლილა, არც ქალების, არც კაცების და არ მგონია რომ შეიცვალოს. ძირითადი მიზეზი უნდა იყოს სოციალური მიზეზი, უფრო დიდხანს სწავლობენ ახალგაზრდები, უფრო ზოგადად მძიმე ცხოვრება ელით წინ და ამის შესახებ უამრავი მონაცემი ესმით, ხედავენ უამრავი ინფორმაცია წამიერად ვრცელდება. ალბათ შესაბამისად რაღაცის დაგეგმვა და ოჯახის მით უმეტეს პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. ალბათ ძირითადი მიზეზი მაინც არის ეს, რომ ზოგადად აი ესეთი დაგეგმვა და ასე რაღაც პასუხისმგებლობის აღება ბავშვის გაჩენაზე უფრო უჭირთ და ეს რეალური ფაქტია ახლა ზოგადად 30 წელს გადაცილებული 35, 36, 38 წლის ასაკში პირველი ორსულობა ეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი. კი ბატონო, საქართველოზე რა სიტყვით, ჩვენთან შეიძლება რა შეიძლება იყოს ამ იგივე ფაქტორები მუშაობენ? ალბათ იგივე ფაქტორები არის, კი, იგივე ფაქტორები არის. ერთის მხრივ ეს არ არის ცუდი, რომ ვთქვათ, მუშაობენ ახალგაზრდობა, კი, ახალგაზრდები მუშაობენ პასუხისმგებლობის გაუჩნდათ ელემენტები, მინაიდან რომ დაუბრუნდეთ ახლა ცხადე ეს ნეგატიურ ასპექტში არ მინდა ვახსენო, მაგრამ მაღალი შობადობა და მაღალი ნაყოფიერება არის ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც ვთქვათ, ნაკლებად არის ვითარებული და სოციალური პირობები არ არის, ხო, კონტრაცეფცია არ არის, ხო, ეს დაგვავიწყდა კონტრაცეფცია, ალბათ უფრო ხელმისაწვდომიც არის, თუმცა, ეხლა დასავლეთში ყოველთვის იყო საფრანგეთში 70-იანი წლებიდან არის კონტრაცეფცია ჰორმონალური და სხვა მეთოდების არსებობდა, ხო? ალბათ ეხლა საქართველოში ცოტა მეორე უკიდურესობაც არის, საქართველოში კიდევ უფრო გვიან უნდათ ხოლმე, ამას ვხედავ მე თვითონ პაციენტების
ზოგჯერ მოდიან ლამის 50 წლის, როდესაც უნდათ თქვათ ორსულობა და სამწუხაროდ აქ უკვე ფიზიოლოგიური რაღაც ბარიერები ჩნდება, რასაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში სპონტანური ორსულობის დადგომა ამ პერიოდში 50 წლის პერიოდში ასაკში მეორე მომენტი არის აი როდესაც ამ სპონტანურ ორსულობაზე ლაპარაკობ დღეს შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერების სხვა მეთოდიკით უფრო გვიანაც 50-ს გადაცილებული რაც ახლა ჩემ პირადი შეხედულებით ფლად გამართლებულიც არ არის ვინაიდან სიცოცხლის ხანგრძლივობამაც ისე არ მოიმატარო შემდეგ ვთქვათ ესეთ ნორმალურ ახალგაზრდა ასაკში ვთქვათ იმ ბავშვს სჭირდება ხო რა მშობლები და ალბათ ეს ინფორმაციაც რომ დღეს შესაძლებელია რაღაცა ესეთ ხელოვნური ჩარევით ხელოვნური კარგი გაგებით ჩარევით უფრო გვიან ორსულობის მიღება შეიძლება ესეც არის რაღაც დამაიმედებელი ახალგაზრდებისთვის და ალბათ ესეც ხელს უწყობს რომ აი ესე გადავადებით ხდება ამის დაგეგმვა. კეთილი. აი კონტრაცეპტივები ვახსენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ესეც ხშირად ისმის ხოლმე ჩვენთან შეკითხვა, უფრო სკეპტიციზმი არის ამ ჰორმონალური საშუალებების მიმართ, რამდენად გამართლებულია. აი ესე რომ დავსვათ კითხვა, რომელი არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი კონტრაცეფციისა, რაც შეგვიძლია რომ უთხრა მოვახსენოთ ჩვენს სვენელს და ნუ ასე პირდაპირ რომ ვუპასუხო ყველაზე ეფექტური ეს არის ცხადია მექანიკური, კი, ბარიერული კონტრაცეფცია. კი, ბარიერული კონტრაცეფცია, მექანიკური, იგივე თუნდაც დასავლეთში ძალიან გავრცელებულია, მაგრამ როდესაც უკვე ყავთ შვილები, ვთქვათ, მილების ამოკვეთა და ასე შემდეგ და ანუ მექანიკური ლიგაცია ფალოპის მილების. ლიგაციაც აღარ არის, ახლა ფალოპის მილების სალპინგექტომია კეთდება, ვინაიდან ბოლო წლებში დაგროვდა უამრავი მონაცემი, რომ საკვერცხის კიბოს წარმომავლობა არის მილიდან, 70% სეროზული კიბოს საკვერცხის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის სეროზული კიბო, მისი წარმოშობა იწყება მილიდან, მილის ამპულარული ნაწილიდან. დაახლოებით სხვა შორის ყელის პათოლოგიების გავსია, როდესაც ორი განსხვავებული ჰისტოლოგიური ზონა ერთმანეთს ეხება როგორც ყელში. აქაც ფალოპის მილი და საკვერცხის ზედაპირი რომ ეხება, ამ ინტერფეისის ადგილას ჩდება კიბო. ეს დღეს დადასტურებულია, ამიტომ საშვილოსნოს მილის მოშორება ამცირებს ეპიდემიოლოგიურად ბევრი კვლევებია, ამცირებს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ აქედანაც გამომდინარე და იქიდან ყველაზე ეფექტურია დღეს კეთდება სალპინგექტომია და არა ლიგირება. რაც შეეხება ჰორმონალურ კონტრაცეფციას, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც, სხვა ქვეყნებშიც ხო ცხადია განვითარება პარალელურად ამ ჰორმონალური პრეპარატებზე მუშაობა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი საფრანგეთი იყო, სადღაც 70-იან წლებში გამოჩნდა პირველი პრეპარატები, რომელიც ცოტა უხეში იყო და, პრიმიტიულად რგუნავდა მარტო ოვულაციას, მაგრამ სხვა რაღაც გვერდითი მოვლენები ჰქონდა. დღეს არის ძალიან უფრო ესეთი ინდივიდუალურად შეიძლება მოერგოს ყოველ პაციენტს ასეთი პრეპარატები და ჰორმონალური კონტრაცეფცია ძალიან გავრცელებულია. საფრანგეთში ნამდვილად ვიცი, ხედავ ასეთ პაციენტებს სხვა ევროპულ ქვეყნებში, დასავლეთის სამყაროში ძალიან გავრცელებულია ჰორმონალური კონტრაცეფცია. რისკები არის მინიმალური, მაგრამ ისევ და ისევ ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო. მთავარი რისკი ჰორმონალური კონტრაცეფციის არის თრომბოემბოლია. მთავარი რისკი თრომბოემბოლია, ფლებიტები და შემდეგ თრომბოემბოლია. მეორე მხრივ ამ ფლებიტების და თრომბოემბოლიის რისკ ფაქტორებია ოჯახური ფაქტორი, თუ იყო ოჯახში მსგავსი გულსდარტყა დაავადება და ასაკი 38 წლის შემდეგ და თამბაქო. ცხადია რომ თამბაქო არის ერთ-ერთი მთავარი რისკი ამ ფლებიტების და თრომბოემბოლიის. ამიტომ ქალი რომელიც ეწევა 38 წელზე მეტის არის და რომელსაც ოჯახში ჰქონდა, ცხადია ალბათ იმისთვის არ არის კარგი იდეა კონტრაცეფციის გაგრძელება, მაგრამ თუ ქალი არ ეწევა, თუ თვითონ არ ქონია ოჯახში არ ყოფილა ფლებიტის, ემბოლიის და ასე შემდეგ, შეუძლია მენოპაუზამდე გააგრძელოს. ჰორმონალური კონტრაცეფცია გრძელდება მენოპაუზამდე, თუ არ არის უკუჩვენება. ვინაიდან რაც შეეხება ესეთი ზოგადი შიშები, ცხადია პირველი შიში ეს არის ონკოლოგიური, არა, პირიქით ჰორმონალური კონტრაცეფცია ამცირებს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს. ვინაიდან ერთ-ერთი მექანიზმი ალბათ საკვერცხის კიბოსი მარტივად რო ახსნათ მსმენელისთვის, ეს არის ოვულაციის დროს ტრამვა. საკვერცხის ტრამვა და ეს განმეორებითი ტრამვა ყოველ ციკლში
ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს საკვერცხის კიბოს განვითარების. ამიტომ კონტრაცეფცია ჰორმონალური, მარტივად რო ვთქვათ, ასვენებს, ხო, საკვერცხოს არ არის ოვულაცია, არ არის ტრავმა. არ არის ტრავმა, ამითი მცირდება ყოველ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიურად, სტატისტიკურად რისკი შემცირებულია საკვერცხის კიბოსი. მთავარი რისკი არის სამწუხაროდ ეს თრომბოემბოლია. ძალიან საინტერესო არის. კეთილი, საათზე მეტი ავსაუბრობთ, გადავალ მაყურებლის და სვენელის კითხვებზე. აქ აქვს ამოწერილი. ნინუკა გოგიჩაძე გვეკითხება, თუ შეგიძლიათ შემდეგ საკითხზე რომ ისაუბროთ, რა შემთხვევაში არის რეკომენდებული საკეისრო კვეთა და რატომ არ არის სასურველი ჩვენების გარეშე ეს ჩარევა? როგორი უნდა იყოს ექიმის მიდგომა პაციენტის მიმართ, რომელსაც ჩვენების გარეშე სურს საკეისრო კვეთა? და ჩვენთან მართლა ძალიან მზარდი არის ტენდენცია, აი რეკომენდებულ მაჩვენებლებს ხომ არის ინდიკატორები რა, აი კლინიკაში რამდენი საკეისრო კვეთა ტარდება ექიმზე. ჩვენთან ეს მაჩვენებლები ძალიან მაღალი არის და კიდევ უფრო იზრდება. ხო, როგორი არის მართებული მიდგომა ამ შემთხვევაში? ნუ, ცხადე ახლა მართებული მიდგომა ნებისმიერი რო დაუბრუნდეთ, საკეისრო კვეთა არის ქირურგიული ჩარევა. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ამას ვიმეორებდი 2 კვირის განმავლობაში, ეხლა თბილისში და საფრანგეთის პაციენტს ვეუბნები, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა შეიძლება გართულდეს. ნულოვანი რისკი ქირურგიული არ არსებობს. შეიძლება თუნდაც ჭრილობა დაინფიცირდეს, შეიძლება ჭრილობა შემდეგ გაკერების შემდეგ გაიხსნას და ასე შემდეგ. რისკი იზრდება ფლებიტის და ემბოლიის. ამიტომ საკეისრო კვეთა არის მინიმალური ოპერაცია, არ არის რთული ოპერაცია ქირურგიულად. რეზიდენტები აკეთებენ ჩვენთან ზუსტად საკეისრო კვეთას, გეგმიურ საკეისრო კვეთას აკეთებენ რეზიდენტები, ეს წესია საერთოდ, რეზიდენტმა უნდა გააკეთოს და მიუხედავად ამისა შეიძლება რაღაც გართულებები გქონდეს, ხო, ამ მინიმალურ ჩარევას. ამიტომ ჩვენება არის კლასიკურად ან დედის მხრიდან არის ჩვენება, ან ნაყოფის მხრიდან. დედის მხრიდან ეს წინასწარ არის როგორც წესი ცნობილი, გულსიძარხვა დაავადება, დიაბეტი, ან ბოლო პერიოდში ორსულობის გარკვეული გართულებები, რასაც ქვია პრეეკლამპსია, ანუ გარკვეული მძიმე დარღვევები, ხო, თერპლის ფუნქციის, ღვიძლის მაღალი წნევა, როდესაც საჭირო არის საკეისროს გაკეთება, ან რასაც ქვია დისპროპორცია, ნაყოფი უფრო დიდია და ვთქვათ მენჯი უფრო პატარა და ფიზიოლოგიურად არ გამოვა. ამიტომ არის ზუსტად ცნობილი ჩვენებები საკეისროსი და ამ ჩვენებების გათვალისწინებით სადღაც მსოფლიოში უნდა იყოს დაახლოებით 10%, 15% საკეისროსი ნორმალურად, ვინაიდან ეს ყველა პირობა 10-15% შემთხვევაში უნდა იყოს ნორმალურად. რაც შეეხება ჩვენების გარეშე და ზოგჯერ ურგენტულად წყდება, ვინაიდან არის რასაც ქვია ბავშვს ჟანგბადი აკლია, ხო, ნაყოფის გიპოქსია და ცუდად მიმდინარეობს, ეს ბოლო მომენტში შეიძლება მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ გეგმიური საკეისროები სხვა შორის საფრანგეთშიც კეთდებოდა, მაგრამ იშვიათად ეს იყო რაღაც მოდა, ტენდენცია, დღეს პრაქტიკულად არ ხდება. პრაქტიკულად არ ხდება, არ ვიცი, უფრო მოიმატა შეგნებამ თუ უფრო ნაკლებად აქვს ასეთი დაინტერესება საფრანგეთში, ძალიან იშვიათია. დღეს პრაქტიკულად არ ხდება, რომ კონვენანს ფრანგულად ქართულად არ ვიცი როგორ არის, როდესაც სურვილის მიხედვით კეთდება, ძალიან იშვიათია. თუმცა არის ქვეყნები, ვისთან კონტაქტიც გვაქვს და კოლეგები, მაგალითად ბრაზილიაში პრაქტიკულად არის რეგიონები, სადაც 80% არის, ვინაიდან იქ ვითომ უკეთესად იცავს შორის ნაკლები ტრამვა არის, შორისის და ინტიმურ სფეროში ნაკლები ტრამვა და ამის გამო იკეთებენ, მაგრამ ეს გამონაკლისებია გამომართლებელი. ამიტომ მე პირადად როგორც მეან გინეკოლოგი, თუმცა მეანობით ნაკლებად ვარ დაკავებული, მაგრამ სწორედ ვხედავ იმ შედეგებს, შორეულ შედეგებს, მაინც ვთვლი, რომ ჩვენების გარეშე არ უნდა გაკეთდეს. არ უნდა გაკეთდეს, ვინაიდან სამედიცინო ჩვენება არის მთავარი, თუ არ არის სამედიცინო ჩვენება არ უნდა გაკეთდეს. მესმის რომ მედიცინა არის რაღაც ფსიქოლოგიურ სფეროსაც შეეხება და თუ აქვს პაციენტს რაღაც ასეთი მაინც და მაინც ესეთი განწყობა, რომ უნდა გარკვეულ დროს, გარკვეულ თარიღში კი, ამასაც ესეც არ შოკავს, მაგრამ ისევ და ისევ ექიმს შეუძლია წარმართოს ისე წინასწარ, ეს ხო არ არის ურგენტული. ეს არ არის ურგენტული, ეს არის გეგმიური და შეიძლება ისე წარმართო, რომ აქამდე აღარ მიიყვანო, თუმცა პაციენტი მოვიდა, უფრო პაციენტი არ არის ნორმალური მდგომარეობა.
ორსული მოვიდა საკეისრო ჩვენებით. ყოველ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს. მე ასე მგონია ყოველთვის ასე ვთვლიდი. ჩვენთან საკმაოდ აი 2021 წლის მონაცემებით ორსულობის 42% შემთხვევებში ჩვენთან ტარდებოდა საკეისრო კვეთა და თქვენ ბრძანეთ რომ 10-15%-ის ფარგლებში ეს არის რეკომენდაცია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საფრანგეთში სტაბილურად არის 21%. 20-21% ირგვლივ ტრიალებს და ეს ითვლება ერთ-ერთ ისეთ კარგ მაჩვენებლად, თუმცა მეორე მხრივ ძალიან დაბალი მაჩვენებელიც, როგორც აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებში, ეს არის ძალიან ცუდი. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქალები სპონტანურად მშობიარობენ, იქ ნაყოფი იღუპება, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში 1%-ზე ნაკლები არის საკეისრო, ვინაიდან არ არის უბრალოდ განვითარებული ეს ჯანდაცვა და სამწუხაროდ მშობიარობენ ძალიან მძიმე პირობებში. კეთილი. კარგი, შემდეგ შეკითხვას წავიდეთ. ალბათ გამიგებთ, რატომ არ გეკითხებით ძალიან სპეციფიკურ შეკითხვებს გინეკოლოგის და ლაპარასკოპიული ქირურგიის კონკრეტული მეთოდების შესახებ, აი მაყურებლისთვისაც უფრო მეტად გასაგები რაც შეიძლება იყოს ისეთ კითხვებს. კეთილი. ნატა გზირიშვილი გვეკითხება, მშობიარობის მართვის რომელმა არასწორად არჩეულმა გზებმა შეიძლება განაპირობოს სამშობიარო მოქმედების სისუსტე. არის თუ არა შესაძლებელი ამ რისკების დაზღვევა? კითხვა ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როცა ორსული სრულიად ჯანმრთელია, ორსულობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე და ნაყოფი დროულია. ხო, ну, კითხვა ძალიან ზოგადია, ვინაიდან თვითონ აღწერილი სიტუაცია, მე მგონი ძალიან სპეციფიური უნდა იყოს. ну, ეხლა ზოგადად კი ვიცით, რომ თქვა არასწორად წარმართულმა სტიმულაციამ, არასაჭირო სტიმულაციამ, რაღაც დაჩქარებამ და ასე შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გართულება, მაგრამ თუ კონკრეტულ სიტუაციაზე არ არის ლაპარაკი, ძალიან ძნელი საპასუხო კითხვაა, მე მგონი ზოგადად ნებისმიერმა არასწორმა ჩარევამ შეიძლება რაღაც დაარღვიოს მიმდინარეობა, მაგრამ საერთოდ დღეს მეანობა არის ძალიან მკაცრად პროტოკოლირებული. ვინაიდან სწორედ ეს ერთ-ერთი სფეროა მედიცინის, სადაც არის რაღაც წესები, რომელიც უნდა იქნეს დაცული. ვინაიდან ჯერ ესეთ პასუხისმგებლობა არის ორმაგი დედის და ნაყოფის სიცოცხლეზე ლაპარაკი, მეორე უამრავი მონაცემებია სამეცნიერო, რომელიც გვეუბნება, რომ ასე უნდა გაკეთდეს და არა სხვანაირად. ამიტომ თუ ყველაფერი კეთდება ისე, როგორც თანამედროვე მედიცინაში დაგროვებულმა ცოდნამ მოგცა, ესეთ არ უნდა იყოს ნორმალური მშობიარობის დროს გართულება არ უნდა იყოს. კეთილი, მადლობთ. თან უამრავი მეთოდებია დაკვირვების, რაც ადრე არ იყო დღეს. უამრავი ნაყოფზე, დედაზე დაკვირვების, ამიტომ ბევრი კონტროლის საშუალებაც არის, ამიტომ პრაქტიკულად დღეს ნორმალურად მიმდინარე თუ წინასწარ არ არის რაღაცეები ცნობილი, პრაქტიკულად უიშვიათესია რაღაც გართულება. მე ეჭვი მაქვს, რომ აქ ლაპარაკი არის შეიძლება ვთქვათ პერიდურალურ ანესთეზიაზე, რომელიც ძალიან გავრცელებული, ავტომატურად არის სამწუხაროდ დღემდე საქართველოში რატომღაც ითვლება რომ ეს არ არის კარგი და ზუსტად ხანდახან ქალები ამბობენ აი დამჭირდა პერიდურალური ეს დღეს სტანდარტი არის პერიდურალური ეს არის და პრაქტიკულად ამის გართულება პერიდურალური ანესთეზია რომ აუხსნათ ჩვენს ესე იგი რასაც ადრე ეძახდნენ ზურგის ტვინში ნემსის გაკეთებით ეს არის ტკივილის შემცირების საშუალება სპეციალური ინექციით ხერხემალში, რომელსაც პრაქტიკულად რაიმე რისკი არ მოყვება, ქალი ისევე მშობიარობს, უბრალოდ ტკივილის გარეშე. ტკივილის გარეშე მშობიარობა, ვინაიდან რომ დავბრუნდეთ, საერთოდ ზოგადად სამწუხაროდ კულტურულად ითვლება ტკივილი ნორმად ქალისთვის, მაგრამ არ არის ნორმა, არც თვიურის დროს, არ მშობიარობის დროს. კეთილი და ეს ანესთეზიო საშუალება ცხადი არ მოქმედებს მოტორულ ნეირონებზე და ეს მარტო ტკივილს ამცირებს, ან აყუჩებს ფლიანად, მაგრამ დანარჩენი გრძელდება, უბრალოდ შეიძლება მართვა ჭირდება სხვანაირი, ვინაიდან თვითონ საკუთარი კონტროლით ნაკლებად აკონტროლებს ქალი, ისე როგორც აკონტროლებს ტკივილის დროს. კეთილი. მადლობთ.
ანანო ვერძაძე კითხულობს, საინტერესო იქნება საუბარი ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტებზე. ძალიან დიდი თემა წავაიწყო ალბათონმა ანანომ. როგორია კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის და ზოგადად ფრანგული მედიცინის გამოცდილება ენდომეტრიოზის მართვაში? აქ ალბათ უფრო იგულისხმება რაღაცა ის თანამედროვე თუ მოწინავე ტექნოლოგიები ან ინსტრუმენტები, რასაც იყენებთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ვინაიდან საკმაოდ ზოგადად ეს ერთ-ერთი მიმართულება არის ენდომეტრიოზი, რომელიც ჩვენი კლინიკის მიმართულება არის პერიოდულად, ახლა მეტნაკლები ფასეულობა აქ ამ რაღაც რეიტინგები ქვეყნდება გარკვეულ ყოველკვირეულში და ასე შემდეგ, მაგრამ ესე სერიოზულ გამოცემებში ყოველ წელს არის ასეთი რეიტინგი ერთ-ერთ ცნობილ ყოველკვირეულში Le Point ქვია, ერთი თვის წინ გამოქვეყნდა სხვადასხვა სპეციალობაში საფრანგეთის 50 კლინიკის რეიტინგი და სწორედ ჩვენ ვიყავით რეგულარულად ვართ ხოლმე პირველ ადგილზე, ახლა ვიყავით მეორე ადგილზე, სწორედ ენდომეტრიოზის მკურნალობაში და ფიბრომების მკურნალობაში. და სწორედ ერთ-ერთი კრიტერიუმი იქ არის რამდენად ხდება ლაპარასკოპიულად ამის მკურნალობა. ცხადია, მკურნალობა ლაპარასკოპიულია დღეს უმეტესი ფორმების, მაგრამ ლაპარაკი იყო დიაგნოსტიკაზე და სამწუხაროდ დიაგნოსტიკა არის, როგორც გითხარით, იგვიანებს საშუალოდ 7 წელი, მძიმე ფორმების დრო საერთოდ 14 წელი, ჩვენი ერთი კვლევაა ამას აჩვენებს, მაგრამ დღეს კითხვა არის კიდე რა ხდება ახალი, მაგალითად საფრანგეთში შემუშავდა ტესტი ნერწყვზე დაფუძნებული, ენდოტესტი ქვია, რომელიც პრაქტიკულად გაცდა კვლევის სტადიას, ვინაიდან უკვე ალბათ მოხდება მისი ანაზღაურება, საფრანგეთში რაღაც ახალი მკურნალობა მეთოდიკა თუ შემოდის, თუ იმან აჩვენა სამეცნიეროდ გამართლებული თავის ფასეულობა, იმისი ანაზღაურება ხდება სოცდაზღვევის სისტემის მიერ, ვინაიდან სხვანაირად არ ანაზღაურებს. და ეს ტესტი არის ძალიან მგრძნობი არის, ძალიან სპეციფიური, 95% ფარგლებშია სპეციფიურობა, ძალიან მგრძნობი არია და სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ თუ დამკვიდრდა და ალბათ დამკვიდრდება ერთ-ერთი სკრინინგის მსგავსი იქნება ენდომეტრიოზისთვის. ყოველ შემთხვევაში ზუსტად აი ქალს გოგონას, რომელსაც აქვს ტკივილი და არაფერს არ აჩვენებს არც ეხოსკოპია, არც ბირთვულმაგნიტური რეზონანსი, ყველაზე მგრძნობიარე მეთოდები ენდომეტრიოზის დროს ამ ტესტით შეიძლება რაღაც ჩვენება გაჩნდეს შემდეგი მკურნალობის და ასე შემდეგ. რაც შეეხება დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ეს ენდოტესტი არის დღეს ძალიან ცნობილი მსოფლიოში, ფრანგულმა ფირმამ შეიმუშავა ლიონთან. შემდეგი რაც არის ცხადია, ეს საქართველოში ცხადმისაწვდომია და ძალიან კარგი სპეციალისტები არიან ეხოსკოპია, სამწუხაროდ ბირთვულმაგნიტური რეზონანსის კვლევის შედეგები ნაკლებად მგრძნობი არის მეჩვენება აქ, თუმცა საფრანგეთში სავალდებულო არის ენდომეტრიოზის გარკვეული ფორმების დროს, ერთული ღრმა ენდომეტრიოზის დროს და ბოლოს, რაც შეიძლება გაუკვირდეთ, დღემდე ყველაზე მგრძნობი არის ინსტრუმენტი არის თითი. სამწუხაროდ გინეკოლოგიური გამოკვლევა თითით სამწუხაროდ ზოგჯერ არ კეთდება ენდომეტრიოზზე ეჭვის დროს. პირველი რაც გინეკოლოგმა უნდა გააკეთოს, ეს არის კარგად ხელით გამოკვლევა, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა არის განლაგებული საშვილოსნოს ყელის უკან, ნაწლავსა და საშოს შორის, ერთობლივ რექტოვაგინალური ენდომეტრიოზი, ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა და მისი დიაგნოსტიკა, როგორც წესი, უმეტესი ფორმების დროს შეიძლება ხელით, თუ ძალიან მაღლა არ არის ნაწლავზე განლაგებული და ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მძიმე ქირურგია და ამ მძიმე ქირურგიაში ამ რექტოვაგინალური ენდომეტრიოზის არის მაგალითად ერთ-ერთი მეთოდიკა, რომელიც დამკვიდრდა და ალბათ იცით ფიბრომების მკურნალობის დროს, ეს არის ულტრაბგერით, ფოკუსირებული ულტრაბგერით დაშლა. ტრანსრექტალურად შედის ზონდი, ულტრაბგერითი, ხდება მისი ფოკუსირება, მისი მოხაზვა ამ კვანძის და მისი დაშლა, ამ ფოკუსირებული ულტრაბგერა ეს დაახლოებით როგორც აი სახში რო აქვს ეს რა ქვია მას ქართულად
ულტრაბგერაზე რაც მუშაობს გასაცხელებლად, რასაც ვიყენებთ. მიკროტალღური ღუმე. ხო, მიკროტალღური ისეთივე პრინციპზე არის აგებული, ეს ხდება გაცხელებით ამის დაშლა. ღრმა ენდომეტრიოზის ეს არის ერთ-ერთი მიღწევა. ძალიან ბევრი ოპერაციები კეთდება რობოტოქირურგიით, ძალიან ბევრი ოპერაციები კეთდება, აი რასაც ვამბობდი, ფლუორესცენციის გამოყენებით, რომ მოხდეს ვიწრო ძალიან ვიწრო ადგილას გვიხდება ოპერაციის გაკეთება და იქ ძალიან ბევრი ისეთი სტრუქტურებია, რომელიც არ უნდა დაზიანდეს, რომ ჩარწაწვეთ მაგალითად ან იგივე ნაწლავი და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი მოშორდეს ენდომეტრიოზი. დღეს ძალიან ფართოდ ვიყენებთ ამ ფლუორესცენციას, რომელიც ზრდის კონტრასტს სხვა სტრუქტურების და გამოყოფს პრინციპში დაზიანებულს. კი, გამოყოფს ზუსტად დაზიანებულს. ფლუორესცენცია მიდის იმ ქსოვილებში, რომელიც ვასკულარიზებულია, სადაც პათოლოგია იქ არ არის ესეთი ვასკულარიზაცია, ამიტომ ეს ძალიან კარგად ჩანს. მოკლედ ერთის მხრივ განვითარდა ტექნოლოგია, მეორეს მხრივ განვითარდება დიაგნოსტიკის მეთოდები, მაგრამ სამწუხაროდ აი ექიმებმა უნდა მე მგონი ისევ თავიდან ისწავლონ და მიჭერს ამის თქმა, მაგრამ საქართველოში რატომღაც აი ეს თითით გასინჯვა ნაკლებად არის ხოლმე. ანიბანის უნდა დაუბრუნდნენ აუცილებლად. კეთილი. ეს იყო ბოლო შეკითხვა, რაც ქონდა ჩვენს ჩვენებს და მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოგწონებისთვის რომ დაგვითმევთ. ძალიან საინტერესო იყო და სასიამოვნო თქვენი მოსმენა. დარწმუნებული ვარ. ჩვენ მაყურებელს და მსმენელს კი მივმართოთ თუ მოეწონათ ეს გადაცემა და ზოგადად მოგწონთ ჩვენი პოდკასტების სერია. მოიწონეთ ეს ვიდეო, სხვა ვიდეოებიც გამოიწერეთ ჩვენი არხი, ასევე გამოიწერეთ ჩვენი სხვა სოციალური არხები, რომელიც ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. დაგვიტოვეთ კომენტარები თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.